მე პირდაპირ ვაცხადებ თქვენი დღევანდელი გადაცემიდან. ერთი ეს კორკოტა იტყვის, არ იტყვის. ვინმე მართლა რომ ეგენი ნაცები არიანო, ვინმე არ გაისროლა ჩვენზე? ეს კორკოტა დაუახლოვდა. ბატონ ბიძინასო. ვინ არიან ეს სულელები და ჩათლახები, ვინც დღეს კარგად არიან? მოსისინეები ვინა ყავს? ვინც სისის მოასწრებს ისა? ორ ომზე მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ერთხელ ლიუბო უსპენსკაიასთან ერთად ვიმღერე რუსეთუმეს მეძახდნენ. ვიღაცაზე ელიფსონი გასაკეთებელი და გასარისკია, ხო? ვინმე ისეთი ჯიგრისტანი უნდა გამოჩნდეს რა, როგორც კი სიდუხჭირით მოუჭირეს ადამიანებს, უკვე ტვინი გადაუკეტეს ძალიან ბევრ რამზე. ეგენი არ მიშვებენ ტელევიზიაში. ზუსტად ისი არიან მოწამლულები თქვენთვის. ეგენი მთელი მასაა კონსერვატორი. როგორც იმათვის თქვენ ახართ მოწამლულები. აი ეს რაღაცა რუსეთიდან საწამლავივით შემოსული ამ პროპაგანდის ნაყოფი, რომლითაც მე ხდება რაღაც ერთმანეთის მტრად აღქმა. გვიშველე რამე კორკოტ გვიშველეო? ჩემ ტელეფონს ჩაგიგდებთ კოუთხარი და პირდაპირ ერთი კაცი მართავს ქვეყანას შემოგევლეს ჩემო თავი. ერთი კაცი მართავს ქვეყანას. გამოდის რომ იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უვლის თავზე, ხო? მაგას რა თუნდა კი? მოგესალმებით მის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ბატონი გია კორკოტაშვილი. Yes. გამარჯობა. მოდი, ორიგინალურად დავიწყოთ. კიდევ რო აღარ გაცინებდი, მაგიტო შეგეშალა. ორიგინალურად დავიწყოთ. ერთ-ერთ ეთერში მოიყვანეთ მუხრან მაჭავარიანის პატარა ლექსი, რომ ხალხი ვინ არის კარგათო რა, რო კითხულობდით რომ. მაიცა როგორ არის არ შემეშალოს, კარგად დავარო კაცი რო გეტყვის, გადაუჭირო უნდა მათრახი, კაცი რომ ახლა კარგად იქნება. კაცი რომ კარგად იქნება, ან სულელი არ დაჩათლახი. ხო და ესე დავიწყოთ ახლა ზოგადად შესავალი რომ გავაკეთოთ რა სიტუაცია არის ქვეყანაში. ვინ არიან ეს სულელები და ჩათლახები, ვინც დღეს კარგად არიან და იმათგან ვინ არის სულელი და ვინ არის ჩათლახი თქვენი აზრით. სულელი არის ადამიანი, რომელსაც იყენებს ის ჩათლახი. ზუსტი მიბმა, მანდ აღარ ჭირდება არავითარი ახალი ფორმულების გამოყენება. სულელია ადამიანი, რომელმაც იცის რომ თქვა ყოველდღიურობით შეუძლია ცხოვრება, განა ქრისტიანული ყოველდღიურობით ცხოვრება. უბრალოდ რომ რაღაცა ლუკმა ჩაუშვა სტომაქში და მაგითი დაკმაყოფილდეს და აი ის მომავალი არ განსაზღვროს, რომ შვილი ზუსტად ამ პრინციპზე გაეზარდოს, რომ ოღონდ და ყველაფერი ხვალე კარგად იქნება. ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ისეთი მომავალი გავზარდოთ, რომელთანაც მე პირდაპირ მე ესე მაქვს ხოლმე ნათქვამი და ახაც არ მომერიდება თქვა, რომ ჩვენ საფლავებზე არ მოვიდნენ და არ დააფურთხონ რა პირდაპირ იმის გამო, რომ ჩვენ ისტორიას რო გაიგებდნენ, ჩვენ ნაცხოვრებ ცხოვრებას რა. ეხა 1000-ში ერთი კაცი ვიღაცა მტერი და ის ყავს, მაგრამ მასიურად შენ რო გულწრფელი ხარ და გულით თუ რაღაცის გაკეთება გინდა, თავს ვერ მოიტყუებ რა. ვერ მოიტყუებ, იმიტომ რომ მე თვითონ შიგნით სტრუქტურა ეგეთი მაქვს, არ ვიცი ხა, იმიტომ რომ კაი ბიჭი ვარ არა, ჩვეულებრივად. რაღაცას რო გავაკეთებ ხოლმე, რამდენი ცუდი გამიკეთებია ღმერთმა მაპატიოს და რამდენი რაღაც, მაგრამ სახში რომ მივალ და დავწვევი და ბალიზე რო თავს დადებ და ბოლო გადაახვევას რო გადაახვე ყველაფერს და თუ ისი არა მაქვს, მე ხო ვიცი და ღმერთმა ხო იცის, რომ ისი არა მაქვს გაკეთებული. ყველაზე ადრე შეიძლება გული გაგისკდეს. და მაგაშია საქმე, რომ არ მინდა რომ გული გამისკდეს რა. მინდა რომ მაგ ჩათლახების რიგები ცოტა გაგვეზარდა ამ ბოლო დროს, ხო თითქოს. აი მაგ გადაცემაშიც მაგას ამბობთ, რომ რაღაცა ღირსებაზე იყო ლაპარაკი და შემოგევლე რა არის, აი ესეთი რაღაცების გატარება ხდება, რაც არ უნდა დღეს ჩათლახა თუ თვლი და ამას თან ჩათლახი კი არა, ჩათლახა თუ ისას თვლი რა. ისინი არიან გამყიდველები რა. სულის გამყიდველი ადამიანები. მე ხა არასოდეს მე კიდევ ერთხელ ეგეთი სტრუქტურა მაქვს შიგნიდან რომ
ტიპი არ ვერ დითირ ამბებს ვერ უმღერებ რა. თუ მინდა რომ ჩემიანია და თუ ჩემიანა თვლი, მირჩევნია რომ დავეტაკო და თუ სხვადასხვა აზრით წავედით, ხო? ის თავის ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს. მე სხვათა შორის აი ნაციონალებსა და ოცნებას შორის არ მინდა ეხა მაგ თემებზე ბევრი ლაპარაკი, თუმცა თუ დამოგვიწია რა მე არ ვერიდე, მაგრამ ეგეთი რამე მაქვს ნათქვამი რომ შენახვედრები რომ ვართ რომ თქვენ ხო გონიათ რომ საქართველოს ესე ააშენებთ კარგად, ხო? მე არ ამგონია ძმაო, რომ აი ეს მაგალითად დაჭერი და დრუჩოკის გაყრი და იმი და დამონებით ადამიანების რომ კარგად აშენდება ეს საქართველო, ესე არ მგონია. ამათაც მაგას ვეუბნები რა. და თქვენ თუ ესე კარგ საქართველოს ააშენებთ, ყველას თვალწინ გამოვალ, მოგიბოდიშებთ, რომ ჩემი კარგი ხალხი კარგად იქნება, მოგიბოდიშებთ, რომ მე ვწდებოდი, აზზე არა ვარ ამ ცხოვრების და რა ვიცი მე რასაც ვამბობ ყველაფერი ისე მიდის რა. ტყუილში ვარ, ბოლომდე ტყუილში ვარ ჩაძირულები რა. მოდი უფრო კონკრეტული მიმართულება რომ მივცეთ ეხა ჩვენ საუბარს ეხა ზოგადით დავიწყე მე თვითონაც და თქვენც და მათ შორის მეც მაშინ სტუდენტობის წლებში 2012 წელს როცა ეს ხელისუფლება მოვიდა ვიყავით ამ სიტყვას გამოვიყენებ ოპოზიციურად განწყობილები მაშინდელი არსებული ხელისუფლების მიმართ ხო ნაციონალურ მოძრაობის მიმართ მე რამოსატანი მართა სტუდენტი ვიყავი მეოთხე კურსზე ვსწავლობდი თქვენ უკვე მაშინ ცნობილი ადამიანი იყავით მთელი თბილისი და მთელი ქვეყანა გიცნობდათ თქვენი აზრი ბევრისთვის საინტერესო იყო ისევე როგორც დღეს და შეგვიძლია ვთქვათ რომ პრინციპში თუ უშუალოდ ქართული ოცნების ხარდამჭერი არ იყავით ესე პირდაპირ იმის ხარდამჭერი ნამდვილად იყავით რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და მეც რა ვიცი აქციებზე რომ დავდიოდი როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამის შემდეგ გავიდა არაერთი წელი მათ შორის არაერთმა ადამიანმა ვინც შეიძლება ქართულ ოცნებაში შედარებით მეტად მოგწონდა თუ ვინმე იყო ეგეთი ვინც დღეს არიან იმასთან შედარებით იმათაც დატოვეს ქართული ოცნების რიგები და დღეს დაგვიდგა რეალობა როდესაც ფაქტობრივად განულებულია ეს ვიღაცისთვის მოსმენა მათი მხრიდან. აი აქამდე პირობითად 10 წლის მერე შეიძლება უფრო მეტად მოესმინათ და გაეთვალისწინებიათ თუნდაც გია კორკოტაშვილის აზრი მათ. ახლა თითქოს ეს შეიძლება ჩემი განცდა ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს. ახლა თითქოს საერთოდ არავის და არაფერს აღარ უსმენენ და თქვენ სხვა შორის დიდი მოწონება და ეს გაზიარებები აქვს ხოლმე თქვენ ბოლოდროინდელ ვიდეოებს განსაკუთრებით სადაც პირდაპირ ღიად და მოურიდებლად ამბობთ იმათ რასაც სიმართლეთ თვლით და აკრიტიკებთ მაგრამ აი ბევრი ადამიანის კრიტიკა მომისმენია ისეთის რომელიც მაგალითად შეიძლება ყობახიძე გააკრიტიკოს იქ მდინარაძე ესენი მაგრამ აი თად ბიძინას კრიტიკასაც ერიდება აი ამ ყველაფერში მაინც თქვენ როგორ ხედავთ აი ამ უბედურებაში რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება არის ბიძინა ივანიშვილის თავარი წვლილი ვისაც მიუძღვის თუ აი ეს როგორ ხედავთ აი შემოგევლოს ჩემი თავი რა პირდაპირ ახან ეგეთი კითხვა და ესო პირდაპირ გიპასუხებ რა ეგეთი კითხვის დასმა უკვე იმას ნიშნავს რომ შემოვლითი ეს რა ტიპია ერთი ეს კორკოტა იტყვის არ იტყვის პირდაპირ ერთი კაცი მართავს ქვეყანას შემოგევლოს ჩემი თავი ერთი კაცი მართავს ქვეყანას და ყველაზე ცუდი მაგ ადამიანს რა აკიცი ჩემი აზრით მე ძალიან ახლოს ვიცნობდი ბიძინას როგორ ახლოს ვიცნობდი იცი აი რა ვიცი რა პირველი თან გავიცანი ადრეც ვიცნობდი, იმიტომ რომ ქართული ხმებიდან და იმეებიდან ურთიერთობები ქონდა, ის ვიცნობ, მაგრამ ძალიან ესეთი გამარჯვება და გაგიმარჯვა არ ქონდა. პირველი ჩახუტება, აი მართლა ჩახუტება, რაც იყო ადამიანთან, სამებაში ვართ და პატრიარქისგან ლოცვა კურთხევას ვიღებდი რაღაც, შესული ვარ ჩიგნით. და პატრიარქს პატარა ისეთი ის ქონდა თავის სავარძელი და იქ იჯდა ხოლმე აღსავლის კართან შიგნით. და საკურთხეველში ხდება ეს ამბავი და იქ შევედი და თქვენ უწევთ მოდი დამიძახე რაღაცა მომეფერა ძალიან ახლოს ვიცნობდი და ძალიან დიდი სიყვარული მქონდა მისი და მეც რაღაცა ის ხანაერად უყვარდი ხოლმე სულ რაღაცებს მეუბნებოდა რაღაცა ის გემრიელი ურთიერთობა მქონდა ძალიან რა. და რომ მივედი დამლოცა და ამ დროს ბატონი ბიძინა შემოვიდა ბავშვთან ერთად რა. რომ ლოცვა კურთხევის ასაღებად. იქ რო შევხვდით ერთმანეთს, ხო? ისე რაღაცა ძმაბიჭურად მე მაინც ახლა ის არის იერარქია რაღაცა ვიფიქრე, შეიძლება 1000 კაცი ესალმება ესე და მორიდებულად ვიყავით. მე და მეუფე სერაფიმე ვიდექით ერთად. გამოვიდა თვითონ და
რომ უნდა გასულიყო თქვა აი ამ გზით ჩვენ აქეთკენ მოვერიდეთ და დავდექით მაინც უხერხული ახლა ყველა რო ხდება მაგ ადამიანს იგება დამეხმაროთ ან რაღაცა და ის და მე რა ვიცი მე დასახმარებლად მილიონ ადამიანთან მივსულ ვარ მაგრამ რაღაცა შეწუხებაც ისეთი მომენტი და დამინახა ესე და გამოვიდა ბავშვთან და ჩამეხუტა როგორ ახა რაღაცა და დაიწყო ურთიერთობები ჩვენი ჩვეულებრივად ხან ვაჟაობაზე ვიყავით ერთად ეს არჩევნებამდე ხდება 12-ის არჩევნებამდე ხო და ვაჟაობაზე მე რო აირჩიეს კიდევაც უკვე რომ ოცნება რომ მოვიდა ოცნების წევრი სხვათა შორის არ ყოფილვარ არც როდის იმიტომ კი არა რომ რაღაცას ვერიდებოდი რაღაც მე ჩემი მრწამსი მაქვს და ჩემი ყურება მაქვს და ჩემი ხედვა მაქვს რა ამ ყველაფრისადმი კაცი რომ მართალია გინდა ოცნება ერქოს და გინდა ჯუმბერი ერქოს და რაც გინდა ეს რომ ყველაფერში გამყოლი ვარ ესე მიცნობენ ჩემ ქალაქშიც ჩემ ქვეყანაშიც და ყველგან იმიტომ კი არა რომ კაი ბიჭი ვარ ეგეთი მრწამსი მაქვს შეიძლება ვწდები შეიძლება არ ვწდები მაგრამ ამითი კმაყოფილი ვარ მე რა ჩემი ცხოვრებით ესე ვარ კმაყოფილი მაგის შემდეგ დაიწყო ეს ურთიერთობები იქ ხან ვაჟაობაზე ვიყავით ხან იქ ვიყავით და ამ ადამიანთან ეს ურთიერთობა ისე იყო რა კაი ურთიერთობა სულ ყურადღების ქვეშ ხავთ რამე ხო არ გჭირდება და არა მე ვთხარ იმდენი მთხოვნელი ყავს ახლა კიდე მე დაგემატო რომ ძალიან ჩვეულებრივია და თან ვალდებულათაც არ მინდოდა ყოფილიყავი მე ჩემი შეხედულებები მაქვს მაგაზეც და მე უკვე რომ დაინახა მაგის გარემო რომ ეს კორკოტა ხوار დაუახლოვდა ბატონ ბიძინასო იეჭვიანეს და დაუწყეს სისინი ეგრევე რომ კბენა რომ ეს რა თქინა ამის ხმაურიანე ხან იგინება ხან ამაშება ხან იმას ხან აი ეგეთი მოსისინეები ვინ ყავს ახლა ვინ არიან ეგენი კი არა ყავს ფაქტია და იცი რა შეა საქმე მე ნათქვამიც მაქვს კიდევაც რა რომ ერთი კაცის აზრს რომ მოისმენ მეორე კაცის აზრს მოისმინე რა თუ თვლი თავს რომ შენახარ პირველი ადამიანი და შენ წყვიტავ და ფაქტიურად ეგრეც არის ხო მეორე კაცის აზრი მოისმინე რატო არის თუ ის მოგწონს რომ მარტო ის არ არის ეგ მართლა მოსისინეები ვინა ყავს ვინც სისის მოასწრებს ისა ხო მაგათმა იციან რომ ხო იცოლებიან პერიოდულად ერთი იმას აჯობებს აი ღარიბაშვილი უსისინეს ღარიბაშვილი ზის ახლა ციხეში არა მაგას გეუნები რომ რა ვიხ მაგას რომ დაშავებული აქვს ნაკლები რომელსა აქვს დაშავებული არა სადღაცას ვიღაცას მობეზრდება ეგ თემა რომ ბიძინა შეიძლება მობეზრდება იმის სისინი და უკვე იტყვის რომ ეს გააგდეთ ახლა მე მოსისინე მეორე გახდება ან მესამე ან მეოთხე და სულ აქ ეს გაიგე ქართველი კაცი რაც ისტორია მაქვს წაკითხული რომ დედა და აუდა გამოდიდა ესე და ესე ისე გულდაწყვეტილი ვარ ხოლმე რო უყურებ ამ ტიპებს და ესე მაინც და მაინც რაღაცა უბედურება უნდა დაგვემართოს რომ გავერთიენ და ფაქტიურად ქართველი კაცი როცა უბედურების ქვეშ იყო მაშინ ერთიანდებოდა რა თორე დანარჩენი ახლა ბაღვაშებიდან და რო დავიწყო ახლა მოყოლა და ის რა ვიცი იცი კიდე რა მინდოდა მეკითხა გიო ბოდიში შენ ამეტანე და არ გაცდი მაგრამ აი რაღაც კუთხით ისტორიული პროცესის მომსწრეები ვართ ჩვენ ბოლო წელიწად ნახევარი ამ ხანგრძლივობით სხვადასხვა მასშტაბით მაგრამ ამ ხანგრძლივობით საპროტესტო აქციები ქვეყანაში არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვახსოვს კვირების და თვეების განმავლობაში აქციები აი ამაზე მაინტერესებს მე თქვენ რა ნაწილში უთანაგზნობთ იმ ადამიანებს რომლებიც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იკრიბება მაგრამ რაღაც დღეებში აი ამაზე მაინტერესებს აი ორ სიტყვაში მესმის იმიტომ რომ იცი არა ადვილია ჩემთვის რომ დაიწყებ კითხვას უკვე ვიცით მე მეორე ნაწილი ვცლად რატო ვსავდი იცი ამ კითხვას აი შეიძლება თქვენს გესმოდეთ ისეთი რაღაცები ამ ადამიანებზე რა ჩვენზე რა პირველპირში ვიტყვი ვინც რაღაც საპროტესტო მოძრაობაში რაღაც კუთხით ჩასული ვარ თქვენზეც ამბობენ რომ აი როგორც ერთ იმ გადაცემაში ამბობთ ის ბოროტი ხმების ტროლები და ისინი რომ რაღაცეებს საშინელებით წაყენ ეგრე არის ჩვენ მხარესაც რა ჩვენს ეს გვავრებენ და აი ამ გადმოსახედიდან თქვენ როგორც ესე უშუალოდ ხარ უსტაბაზე არ დგახართ აი რა დამოკიდებულება გაქვთ მე უკვე ესეთი ინტერესნი აღარ არის ეს კორკოტა გაიგე მაგათვის ინტერესნები ხართ ხა შენ შენობით მოგმართ. კი, აუცილებლად. ის საზოგადოება, ვინც ახლა იქ იკრიბება პროტესტის ნობა.
ყველაზე დიდი შეცდომა მან შეკრებების დროს დაიშვა ერთ რამეში და მინდა რომ თქვა საზოგადოდ. რამაც მე გათხვარა რა, თქვენისთანა ბიჭები, ახალგაზრდები, თოთო, ჯიგარი, მართლა მამულიშვილები, პატრიოტები. მიიწებეს ბიჭო ესა რა. ეგრევე ამათმა უცბად დაინახეს რომ რა შეიძლებოდა რომ მithხრა ყოფილიყო, მიაწებეს პარტიული სახელები, როგორც ახლა ცალმხრივად რო ისინი ამბობენ, ნაციონალები როგორც ეძახიან, რუსეთუმეს რო საზღვრავ, იმის შემდეგ ხო უნდა იფიქრო რა არის. მე ერთხელ ლიუბო უსპენსკაიასთან ერთად ვიმღერე რუსეთუმეს მეძახდნენ ეხა. ნუ კრეტინების მეტი რა არის ეხა ხო და არიან ადამიანები რუსეთსაც თავისი ადგილი აქვს სტრატეგიაში, ამერიკასაც და თურქეთსაც რა. ეხა ვინმე რომ მითხრას რომ ერეკლე მეორე არ იყო პატრიოტი ან ჯიგარი არ იყო ან გათვლის უნდა რა შანსიც ჰქონდა ორ უბედურებაში ის აირჩია რა შანსიც ჰქონდა დღესაც იქ გადავდივარ კითხვაზე სადაც თქვენ მკითხეთ რა თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ მაგ მე რა დამოკიდებულება მაგ და ჩემი ძმაკაცი შვილები არიან მანდ რა დამჯდა რა და გვილაპარაკია ბევრი და სულ მაგას ვეხოცები არ მიიწებოთ რა არავინ არ მიიწებოთ იმიტომ რომ თავიდან რომ მოგაწებეს ვიღაც პოლიტიკის ამ პარტიის სახელები იმ წუთში მოგთხვარეს და ბევრი ახლა ინფორმაცია რაც მე საიდან მისდის რომ ინფორმაცია იქიდან საზოგადოებრივი არხიდან იმედიდან და უყურებენ რომ ეს პარტიის დაფინანსებული ვიღაცა შეიძლება ვიღაცა არის ეგეთი ხო მაგრამ ეს ხო იმათი მხრიდან ბრალდება ამას აი შენ რა უნდა გააკეთო მაგალითად ნახეთ აქციებზე ერთ-ერთი უნიკალური იყო ეს აქცია რომ მიკროფონი არ იყო ამდენი თვეა აქციაზე კაცი აი მათ შორის პოლიტიკოსები თავიდანვე ითქვა რომ ვიღაცები არ გამოვიდნენ და იქიდან რაღაცები ამას თუ აკეთებ თუ ღიად არ უჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ის იმედის პროპაგანდა როგორც თქვენ დაგაბრალეს რაღაცეები ხო სისულე თქვენ რო ნაცობას დაგაბრალებთ ახლა ადამიანი ხო ის ახლა ყველას დააბრალებს მე ის ადამიანი რო უსმენს თუ ჯერა რა ვიცი ჯერა და მორჩა თორე არგუმენტი ხო არ უთქვიათ რატო არიან ნაცები რავი ნაცები არიან ჩვენ წინააღმდეგო არიან ყველა ნაცია ხო ეს უყურებ აი ზუსტად მაგ კითხვაში ჩანს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა შემოგევლოს ჩემი თავ და სულ მაგას ვიძახი ქართველი ყველაზე მაგარი და ისეთი ბიჭი და ოჯახი იყო როცა შეეძლო რომ მასპინძელი ყოფილიყო როგორც კი სიდუხჭირით მოუჭირეს ადამიანებს უკვე ტვინი გადაუკეტეს ძალიან ბევრ რამეზე. ქართველი დღეს მასპინძელი რო არ არის, ხო? რო არ შეუძლია ფიზიკურად, არ შეუძლია მატერიაში, არ შეუძლია, ხო? არის გაფარჩაკდა რა. გაფარჩაკდა რა. აი, სოფელში რო ჩავდიოდი, შანსი არ იყო რომ აი მამაჩემთან ერთად ან ბიძაჩემთან ერთად სოფელში კარდენახში მქონდა ერთი სოფელი და მეორე სოფელი ბუკისციხეში. გურული იყო დეეჩემი ცინცაძის ქალი და კარდენახში რო ჩავდიოდით აუცილებლად მეზობლები აბა გადმოვდიდე ვინმესთან რო არ გადასულიყავი და შეიძლება მწირი პურმარილი იყო არაფერი დიდი ეს რო დალაგებული სართულებად არ იყო მაგრამ ჩვეულებრივი რაღაცა იყო რა მაგრამ რო არ გადასულიყავი და პატივი არ გეცა აი ამ იმითი დაპატიჟებული დაწყენი დაგრჩებოდა არ მიკადრეო გეტყოდა და დღეს სურვილი არ არის ახლა ეგრე არ არის შემოგევლე არ არის მატერიაში რო ვერ არის ქართული აი ამას რა უნდა უყოთ ახლა აი ერთის ხრივ ვინც ახლა პროტესტში არის და აი ამ სიტუაციას რაც დღეს ბოლო წლებია ხდება ამ ქვეყანაში ამას აპროტესტებს ცვლილება უნდა იმათ ნაცებს ეძახიან საერთო ჯამში პოლიტიკური რაღაც ხელმძღვანელობა რო შეიცვალოს ქვეყნის რაღაცა სხვა მეორე ნაწილს ეს ვთქვათ უნდა მიცეს ხალხმა ხმა ხო? აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამ წუთას პოლიტიკურ ველზე ვინც არიან? აი თქვენი პოლიტიკური არჩევანი როგორი იქნებოდა ცვლილებების სურვილი რო გქონდეთ? აი მაგაშია საქმე რომ ჩემი პოლიტიკური არჩევანი იქნებოდა სრულიად სხვა ბრძენი ადამიანების კრებული რომელიც უკვე იმის ეშინიათ რომ მოტყუებულები დარჩებიან რა ან ერთისგან ან მეორესგან და რატო გეტყვი? იმიტომ რომ არ მოქალაქეებს გულისხმობთ ხო? ხო, აი არის საზოგადოების ნაწილი თქვა
პროფესურა არის, პური ქართულიდან და პური მეპურემ პურის გამოცხობა ვინც იცის თავის პროფესიაში იმ ხალხმა პროფესორები არიან, სპორტსმენები არიან რა ხალხი რომელსაც არ მოსწონს რა ეს ცხოვრება, მაგრამ ვისენდნენ. აი მაგაშია, ნახე როგორი რამეა ისეთი ლაბირინთი დახრახნეს ამათმა რომ ნებისმიერ ტიპს დაუძაღა ეს იკვებება იმითი, რომ ეს არსებობს და ოცნება კიდე იკვებება იმითი, რომ ესენი არსებობენ რა. მან აი ესეთი ნიუანსი რომ აი ეს ვინც იდეალურად წარმოგვიდგენიან იდეალურთან უფრო მიახლოვებული რა თითოეულ ჩვენგან შეიძლება სხვადასხვა ტიპის ადამიანი იყოს ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ისეთი ადამიანი გამოჩნდება იმას აუცილებლად რაღაცას აუცილებლად ნაც დაუძახებენ, აუცილებლად შენ თუ ამაზე ისეთი მოწყვლადი ხარ ადამიანი რა, რომ რავი, რასაც იმედი გეუბნება, იჯერებ, მაშინ ეს ახალიც არავინ არ გამოჩნდება და ჯერ კიდე რის კითხვა მინდა თქვენთვის. აი ხა თელ თბილის ხო ისწავთ კი არა ნახევარ საქართველოს მე მგონი. აი უხეშად რო ვთქვათ, რამდენი შეიძლება იყოს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ყველაფერზე ეხა ეს ღიად როგორც თქვენ და ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგალითად საკუთარი აზრი დაუფიქსირები. აი, ვინც შეიძლება იყოს თეორიულად აი ეს ახალი ლიდერი, რავი, 200 კაცი, 500 კაცი. აი, უკვე ხო ეგეთი ადამიანი სადღაც გამოჩენილი უნდა იყოს. ადამიანი იმ ლექსის არ იყოს. აქამდე თუ ამ ყველაფერს ხედავს და ჯერ ხმა არ ამოუღია და აწი უნდა გამოჩნდეს. ეგეთ ადამიანს რა უთხარი მე? აი, ნახე რა მანდ როგორი ტაქტიკა აირჩიეს ოცნებამ, რომ მოვიდნენ თუ არა და ეს ისინი რომ გადმოიბარეს ფულიანი თემები, ხო? ჟანგბადი გადაუკეტეს იმ საზოგადოებას, ვისაც შეეძლო, რომ მცირე ფულითაც იარსება რა. დღეს ეხა შენ თუ მიხვდები, მე თუ მივხვდები, რომ ეს არ არის რა მთავარი, ხო? შენ ვინც უნდა გამოყვეს მეტი წილი ადამიანების იმას შიში აქვს, რომ ხვალე საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩება. კი ბატონო. აი მაგის შიში აქვს. და ეს შიში ჩაუნერგა რამ, რომ თავიდან ეხა ყველაზე ისე საფეხურად თვითვლება თქვათ, რომ ნაცემა გააკეთონ განცხადება, რომ ჩვენ და მოვდივარ და მართლა რაღაც უფრო ჩამოყალიბებული ორგანიზაცია. არენდობიან ძმაო ამ ნაცებს რა. ესია თუ ისე არენდობიან რა. ენდობოდნენ ოცნებას ამათ ისე. ვინმე ისეთი ჯიგრისტანი უნდა გამოჩნდეს რა, რომ თქვას, რომ ძმებო თქვენთან ერთად სისხლს მეც დავღური თუ რამე იქნა წინ წავალ რა პირველი რა. ეგეთი წინ წამსვლელი არ მინახავს. ხო და ნახეთ რას გეკითხებით, ესეთი ადამიანი თეორიულად შეიძლება ისეთი გამოჩნდეს, ვისაც დღეს ჩვენ ვერ ვცნობთ სახე არ გამოჩენილა არსად და აი ესე ანუ ადამიანი თუ აქამდე არ გამოჩენილა არსად, არც სადმე რაღაცა ხმა არ ამოუღია ღიად, ტელევიზიას თავი დავანებოთ აქცია, რავი, სადაც ადამიანები ხმას იღებენ. აქამდე თუ კაც ხმა არ ამოუღია იმის ის საწინ წამძღოლია. და თუ ვისაც ამოუღია, რამდენი კაცი ვარ თქო ეგეთი, აი. მე მილაპარაკია ძალიან ბევრ ეგეთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ეს გაკაჩოს თავისი ცხოვრების წესით, ნაცხოვრებით ცხოვრებით, განათლებით რაღაც, ბევრი რაღაც. მაგრამ აქამდე ჩუმად იყო. არა, ჩუმად არ იყო. ქმედებაში იყო, მაგრამ აქტიურად არ მონაწილეობდა. როცა მონაწილეობა მიიღო, იქვე დაატორმუზეს, რომ იცო, ეხა შესწავლა მიდის, ხო? ყველა რაც შეიძლება ძალისმიერი სტრუქტურა სწავლობს რა ტიპებს, ესე თუ ისე, რომ როგორი კვანტი დაუდო, რომ გააჩუმო რა. ამა ესენი ვერ ხედავენ განვითარების მომავალს. მატერიალურად ვერ ხედავენ განვითარება, რომ აი რა განვითარება. ერთი მარტო აღშფოთება და აღტკინება გულის და წავედით, ეგეთი ტიპები აღარ დარჩნენ ამ საქართველოში რა. ფიქრობენ ფული არის ის რომ გავაკეთოთ, ტელეფონი რომ დამიტვირთო და დაკირეკო, ფული არის, ოფისის ფული არის. ჩვენ ერთი პერიოდი შეკრებილები რო ვიყავით, აი ღმერთის წინაშე ყველას დიდი საფიცარი ჩემთვის პირჯვარია ხოლმე და იმას ერთად რო ვიყავდა ნაციონალებს რო დავეტაკეთ მაშინ, ხო? ისინი ქონდოდა ძეხვი მომქონდა მე და ბიჭებს ღამე მორიგეობის დროს მე უჭრიდი ხოლმე რომ ბუტერბროტი მიმეშველებინა ან ჩაი. იქ ისეთი სიტუაცია იყო რომ თავის გამწირავი ვიყავით სულ ყველა ერთმანეთის გულისთვის რა. და დღეს იმ გუნდიდან გაირხונה ბევრი და ვიღაზე უნდა მქონდეს ალაპარაკო შემოგევლო. ბევრი ახალგაზრდა ხა აი პოლიტიკაში
შემოვიდა რა დაახლოებით ესე ავიღოთ ძალიან პატარებიც, აი 20 წლისები რო არიან და 35 თქვა 38 ესე ავიღოთ, აი 40-იც. აი მე მაგ იმაში მონაკვეთში. და სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებული თავისთავად ხა ცალკე აღებული ერთი ახალგაზრდა რაღაცა პარტიას ჩამოაყალიბებს და ბევრი ფული უნდა მას საქმეს და რაღაც. მაგრამ ეგეთ ხალხსაც მე პროპაგანდაც და აი მეტნაკლებად აი ესეთი ხალხი ვინც არჩევანს ვერ ხედავს პოლიტიკურ ველზე მაგათაც მოიაზრებს ხოლმე ესე კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ესე ვთქვათ რა და აი თქვენ როგორ ხედავთ აი მაგათ პარტია რო ავიღოთ სიტყვაზე არა მოდი აი ხუთიანი არ იყოს რამე სხვა ნებისმიერი პარტია ვინც ეხლა დღესდღეობით ჩანს და აი ეს პარტია გთავაზობს რომ აი ჩემი 50 კაცი ვინც მინდა რომ პარლამენტში შევიყვანო აი ამას გთავაზობ ამ ხალხს გთავაზობს და მომეცი ხმა აი თქვენთვის როგორი არჩევანი იქნებოდა ეგ აი რო იყოს ამ 50 კაცში რამოდენიმე ვინც არ მოგწონთ ან წინა ხელისუფლებასთან კავშირში ან რაღაცა ისე არ მოგწონთ რაღაცა სიტყვის გამო საქმის გამო გარიგებას არ ვიძახი დანარჩენი აი ამ დანარჩენსაც ხაზი ესმება ხოლმე და თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ აი 50 კაციდან 3-4 რო იყოს თქვენთვის არასასურველი და 46 საინტერესო ახალგაზრდა აი ეგეთ ძალას ენდობოდით მე შემიძლია ეგეთი ჩემი აზრი ვთქვა რომ 50 კაცი თუ ერთად არის და 47 ფიქრობს რომ ეს სამი კაცი მაგათ იშტაზი არიან და მაგათ ტვინით ფიქრობენ და მაგათნაირად ფიქრობენ როგორც არის ამ სამს აღარ იგნორს აღარ გაუკეთებ ჩავთვლი რომ ერთი გუნდია რა ანუ იმ სამის თვისებებს გაავრცელებთ ამ დანარჩენზე არა პირიქით ანუ პოზიტიურ ჭრილში შეხედავთ ხო აბარა შევხედავ რომ ამ ბიჭმა შეიძლება რაღაცა ისეთი გააკეთა ეგრე ძმაო რა ვთქვა ეხა ის იყო მარიამ მეგვიპტელი იყო ეგეთი წმინდანია რომელსაც მთელი ცხოვრება მეძავი იყო და მე რომ მიხვდა რომ ქრისტე იყო იმაში გავიდა და უდაბნოში ცხოვრობდა და გამოსწორდა და ერთ-ერთი ისეთ უდიდესი წმინდანი არის ჩვენ ახლა დაშვებული შეცდომებისგან არავინ არ ვართ განთავისუფლებული და დაზღვეული მაგრამ შენ თუ აქ დადექი და იმ 47 კაცმა შენ მიგიღო და იციან შენ ავანჩავანი და ჯიგარი ხარ. უბრალოდ თბილისურად ვიტყვი, ჯიგარი ხარ? მე რა უფლება მაქვს ეხა. მე ამ სამ კაცს ცალკე თუ დავინახავდი, ვიტყოდი რომ ამათთან კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობით, მაგრამ თუ შენ ამ 47-ს ვიცნობდა, აეგმიდა მე მაგას ვამბობ, მეც კი არაფერს. პატარებსა და დიდებს შორისაც წყვეტაა. პატარებს გონიათ რომ რაღაცით ყველა გათხრილი არის რა. ან ოცნებისტია, ან ნაციონალისტი არის რა. გონიათ რომ გათხრილი. ის ესე შუაზე რატო იყოფა? თუნდაც აი ხა ჩვენ საუბარში ნაციონალებს რავი დარჩათ რამდენი თავიანთი პროცენტი 10, 15, ხო? ეს ნაციონალურ მოძრაობა, ის ნაციონალურ მოძრაობა ხო აღარ არის რომელსაც არა, მაგას ვამბობ ზუსტად აი ეს ხო ოცნებას უნდა რომ ასე გაიყოს და ეგრეც გაყო, ფაქტიურად გაყო, თორე ჩემთვის კი არ გაყო ეხა. მამუკასთანაც გაიდამოკიდებულება, ლელოსთანაც. ყველას ვიცნობ. აი ვინც კი არიან. აი მამუკას პროექტმა რატო არ გაამართლა? აი მაინტერესებს თქვენგან. და ხო იდეა ეგ იყო, რომ აი ქართული ოცნებაა, ნაციონალური მოძრაობაა და მოდი მე დავიწყებ რაღაცა ახალ პარტიას და მოდი არც ერთი ვიქნები, არც მეორე. მესამე ალიანსიც ხო მაგას საკეთებს. აი რა თუ არა და იმ წუთში ჩაუგდეს მამუკასო. შენის არა ხარ კაცო, ჯერ ხო აბრალებდნენ რომ ესა ხელი გაარტყიო კოსტავასო რა. ეგეთი რამე არ მომხდარა. მაშინ მამუკა კომკავშირის დივანი იყო მისი პოლიტექნიკური ინსტიტუტის თუ არ ვცდები და რაღაცა დაპირისპირებები რო იყო ხელის გარტყმაზე და რაღაცას ტყუილი. ჟურნალისტი მიუგზავნეს თქვენ ხო სომეხი ხართ ანუ რა შუაშია ეს აი ეგეც მეორეც მამუკას რას აბრალებდნენ ძირითადად და დრაზე იყო მე ეს მევახშე და რაღაცა ეცეძახ და სახლებიდან აი მევახშეობის თემა იყო რომ შენ გაწირი ეს ხალხი ეს ისა აგერ შენ რა მამუზე უნდა იზრუნო როცა ესე გააკეთო ეხა მე მამუკას ბევრი სიკეთეც მაქვს ნანახი სხვებზე გაკეთებული ისიც მე ვესწრებოდი მუხრანში იმ სუფრას სადაც ამერიკელები იყვნენ ჩამოსულები ერთად ვიყავით დიდი ჯამაათი რა და ხელი რომ მოეწერა იმის პორტის შენებლობას რა აი იმ სუფრას ვესწრებოდი რა ეს როდის იყო წარმოიდგინე და იმის შემდეგ ატრიალდა და დატრიალდა ყველაფერი. იმიტომ რუსეთმა არ მოინდომა რაღაც სტრატეგიული თვალსაზრისით არასწორად მიიჩნია
და მამუკა ჩაწეს და დაიწყო თუ არა მამუკას ის კი არ გაუხსენეს რომ აი თქვა რა გაკეთებული არ როგორ რატო უნდა გაიხსენებინა ტერი იყო პირდაპირ აბა თქვა რომ თქვენთან ერთად თავარ ოცნებასთან ერთად იმ წუთში მამუკას დაუხატავდნენ რომ გალერეა ქონდა მოწყობილი მაგას ვამბობ მე ანუ ყველას რაღაცას დააბრალებენ დაბრალებაზე თავიდან რა შედარება და ქრისტე იყო იმასაც ვიღაცები რაღაცას მეშვებოდნენ ხო არა ბევრი რამეს დაგაბრალებენ მაგრამ აი ხა რაღაცა ხო არის ხალხი ვინც ესე იცნობს მაგალითად თქვენ არის ხალხი ვისაც თავისი წრე ყავს დიდი წრე რომელიც მის აზრს ითვალისწინებს რაღაცა აზრის ლიდერები ვით ხო ხა ყველა ვერ იქნება პირადად მამუკას ვინ არის მამუკა ან მამუკასნაირი ადამიანი ვინც პოლიტიკაში შეიძლება შემოვიდეს ალტერნატივის სახით ესე ვერ მაგრამ უნდა ესე ვთქვათ რაღაც ერთმანეთს მოუყვეს ხო მოუყვნენ ადამიანები რომ ძალიან ზუსტად ხო აი ვერ გავასაც 3% რატოა უკვე გავიგე ძალიან ზუსტად ინტერესი არ ჩანს აი დობის მომენტი არის რა და რა მომენტია დობის ნახე რა მე ტიპი ფიქრობს ახლა რა ვიღაცა რა მე მამუკას ახლა რომ დაუდგე ამით ვაკეთებ მამუკას საქმეს რა მამუკა გაძლიერდება მე ბიძინა დაუძახებს შეთანხმდებიან 1 მილიარდ ნახევარს მისცემს და მამუკა გაჩერდება რა. აი გარი თავი ბოლო მთელი ეს რაც არის ყველაფერი თავი ბოლო ქართული. და ეგ გასარისკია რეალურად. ან ესე ვჩებით როგორც ვართ და რაღაც მივდივართ რაღაც უარესობისკენ, ან ვიღაცაზე ერიფსონი გასაკეთებელი და გასარისკია, ხო? ხმალი პირველი ხმალი შიშვლება პირდაპირ არ მინდა გაიგონ თორე შეიძლება ძალისმიერმა სტრუქტურებმა სხვანაირად ხმალი შიშვლება ნიშნავს გამართული სიტყვის თქმა, გეთაყვა. ხო და გამართული სიტყვა უნდა ითქვას ახალგაზრდებისგან, რომლებიც უფრო ცოტა მეც აიღებენ, მაგრამ ის არა რომ ამპარტავნულად, აი გემუდარებით, პატარებო ხო გვიყურებთ ალბათ და ნახავთ ამათ. გემუდარებით ამ უფროსების სიბრძნე მეტნაკლებად ვისიც გჯერათ რომ პატიოსნები არიან გამოიყენეთ. სხვა თემაზე უნდა გადავიდე, სარავ გადავალ ერთ პატარა კითხვა მაქვს ძალიან გულახდილი რა და გულახდილად მითხარით. აი ხა ჩვენთან რომ მოდიოდით, რაღაც ალბათ მოიკითხავდით, ან ისედაც შეიძლება გვიცნობთ შორიდან რაღაცა ვინ არიან ეს ბიჭები რაღაც ისა და აი რა თქვეს, აი სანაცნობოში ან ვისთანაც მოიკითხეთ, ვინმე მართლა რომ ეგენი ნაცები არიანო, ვინმე არ გაისროლა ჩვენზე? არა. თავიდან იყო ბაზარი, რომ აი პირველ ტელევიზორში რომ გამოჩნდა. მე რომ მოვდიოდი აქ უკვე ჩაუფიქრდი, ნახე ის პოდკასტები ნახე, ცალკე შენი რო არის, ცალკე შენი როა ის ბენელუქსის ქვეყნებზეც ნახე. ხო და ყველაფერი ნახე რა და ეგენი არ მიშვებენ ტელევიზიაში. იზა შალვა? შალვა არ მიშვებს. შალვა რა ვიცი ხა რა კორკოტას ურჩევნი ალბათ რომ თვითონ იყოს კარგად რა თორე ეგ არის. აი ესეთი კითხვა ჩვენ პოსტის დავდეთ მე მაყურებლის კითხვებსაც წერთ ხოლმე რა და ვსვავთ ხოლმე მოკლედ მაგრამ მეც მქონდა ის კითხვა და მაყურებლებშიც ბევრს მქონდა ეს ქართული მარშებიო სად წავიდაო მე ზოგადად პრინციპში ალბათ სოფხედველობრივად რო შეხედო მით უმეტეს კონსერვატიზმის ტრადიციული სტანდარტები რო გაითვალისწინო უფრო მეტად კონსერვატორი ვარ ხა ვიდრე ლიბერალი ალბათ იმიტომ რომ ვერც ვოუქიზმს ვერ ვიტან და ხა ამაზეც ვიღაცები გადაირებიან ასე შემდეგ მაგას აღარ გავაგრძელებ მაგრამ აი რანაირად მოხდა საქართველოში ისე რომ კონსერვატიზმი და მექართველეობა მოკართულეობა თუ გინდათ თუ ასე შემდეგ რაღაცნაირად სადღაც ვიღაცებმა დააკავშირეს რუსეთთან და მე მახსენდება დუგინის ერთი ვიდეო სადაც ესეთ რამეს ამბობს რომ ჩვენო საქართველები ისეთები არიან ესე ჯიქურ შესკდომა და რაღაცა უფრო რთულიაო ჩვენო ქართველებს უნდა მიუდგეთო ქართველებს დასაყრდენი უნდა ვიპოვოთ ქართველ კონსერვატორებშო იმიტომ კი არაო რომ კონსერვატორებს რუსები მოვეწონებითო არა იმათთვის უფრო მარტივია დაჯერებაო რომ აი რაღაცა დასავლურ ღირებულებებზე და მოკლედ დემოკრატიულ ღირებულებებზეო უარი თქვანო იმიტომ რომ ეს რაღაცა თითქოს კონსერვატივს ეწინააღმდეგებაო და რაღაცები მართლა არის კაცო იმ დასავლურ ღირებულებებში ჩემი აზრითაც რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსერვატიულ ღირებულებებს მაგრამ აი ეს რუსებიც ხო ყავთ იმათაც ჭკვიანები ამდენი მილიონი რო არიან ახლა ხო და ეს აი დუგინმა მაგალითად პირდაპირ ეს ღია თქვა რომ კონსერვატორებს უნდა თავზე ხელი გადაუსვათო და უთხრათ რომ ჩვენ ქართველ კონსერვატორებს გიჭერთ მხარს ისე კი არა რომ თავში ჩაუჩერდეთ
ჩაუჩაკუჭებ. თავში თუ ჩაუჩაკუჭებ, ის უარის შემოგიბრუნებს ხელს. ხო და აი ეს ყველაფერი ახლა ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ რანაირად მივიდა ილია ჭავჭავაძის ქვეყანა, მოკლედ იქამდე რომ ვიღაცები თავს კონსერვატორებად აცვლიან და თან რუსეთის მიმართ სიმპათიები აქვთ რბილად რო ვთქვათ. გეტყვი ჩემო კარგო, გეტყვი. იმ აი ზუსტად ნახე უტრირება რაში ხდება მან დრო. რუსეთის რა უნდა მომწონდეს მე, ხო? ზუსტად ვიცი რა შეიძლება რა მომწონდეს, რა გააკეთა, სიკეთე რა გაკეთებული, ისიც კარგად მახსოვს კედლები რო გაგვითეთ რა ეკლესიების, ისიც კარგად მახსოვს გადააკეთა და არა, ყველაფერი კაცო ეგ ხო არ გონია, ყველა კეისარს კეისრისა რა, ჩემი გამომდინარე, ყველაზე დიდი სიბრძნე კეისარს კეისრისა. ხო და ნახე როგორი რამეა, რუსული მარში იმიტომ უწოდეს, რომ თლათ არც ამათ არ აწყობდათ ჩემო ძვირფასო ახალმოსულ ბიძინას ხელისუფლებას ეს. რატო არ აწყობდათ გეტყვი? პირველი დატაკება დავეტაკეთ არასასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვაზე. მე პირდაპირ ფილარმონიაში რომ შევედი დიდი ჯგუფი, მთელი ჯამაათი შევედით, პაპაგიგია რო შედის იმაში, მაგდანას ლურჯაში ხო გავსვა სოფელი რო შევედი დიდი ჯოხით. აი ესე შევედით იმას. და პრეზიდიუმში ბატონი ვოლსკი, ირაკლი კობახიძე და საზოგადოება ზის და კითხვები მიდის რა. და პასუხისმგებლობას რითი იღებთ მეთქი მე ვკითხე რა. პასუხისმგებლობას რითი იღებთ გაღატაკებულ საქართველოში მილიონერი ირანელები რო ჩამოვიდნენ და მთელი საქართველო არ იყიდონ ძმაო. რითი იღებთ მე პასუხისმგებლობას თქვენ? იღებთ რამეთი? ეს ფაქტორი. არც ამათ რო არ ვაწყობდით, ამიტომ ძალიან გაჯეჯილება არ უნდათ ეხა ქართული მარშის. ეგრევე რუსული მარში მოაწებეს. პირდაპირ სუსის მაღალჩინოსნები იდგნენ. ჩვენ რო პირველი მარში გავაკეთეთ იმაზე პლეხანოზე რო ჩამოვიარეთ, მაშინ როგორ აბადა აურზაური არ გამოიწვიოს, რასი ფიქრებენ ესენი, რასი ფიქრებენ. პირველი დატაკება იმაზე დავეტაკეთ დიდგორის ზეიმი რო აკძალვა რო ხდებოდა. და დავით აღმაშენებელზე რო გამოვიდა თურქებმა გთხოვესო და ეგებაო ეს ცოტა არ რას ნიშნავს? ვინ გთხოვა? რა გთხოვა? ბათუმში ვიყავთ ჩასული მაგაზე. და ეს ყველაფერი უფრო ქართული იყო. ჩვენ პატრიარქთანაც ბოლო რაღაცები რო დაიწყო. პატრიარქთან მე დავდიოდი ხოლმე, უნდა ლოცვა კურთხევა მქონდა, რაღაცაზე აი ამას ვაკეთებ და ქართულია. პატრიარქი გვაკურთხებდა პირდაპირ შემოგევლო. იცით რა შეგეკითხებით? კი ბატონო. აი, ეხა არც შემგან იქნება სწორი, რომ რაღაცა ვიღაცის სახელების კონკრეტული ადამიანების სახელებზე გალაპარაკოთ, არც თქვენგან იქნება სწორი მაგაზე რომ პასუხოთ, ეგრე არ ვიკითხავ, მაგრამ აი რახან შიგნით თქვენ იმ პერიოდში ბევრ ადამიანს იცნობდით, მათ შორის დღესაც არიან ისინი საზოგადოებრივად აქტიურები რა, სახელებით არ გვინდა. თქვენ არ დაგჩენიათ განსდა დღევანდელი გადმოსახედიდან, ეხლა რო უყურებთ, რომ ვიღაცა იქ მართლა პატრიოტი იყო და ვიღაცა შეიძლება მართლა ის ტიპი იყო, ვიზეს დუგინი ლაპარაკობდა, რომ რუსული ხაზს ატარებდა. დღეს ჩანს უკვე პირდაპირ ხელის გულზე ჩანს შემოგევლოს ჩემი თავი. მე თვითონ აი რამასტი ვარ გეტყვი რა. ტიპზე რომ მითხრა რომ ეს ბიჭო ეს არის აი თახსირი რამე და ტიპთან ურთიერთობას დავიჭე რა. შეიძლება ცოტა ის გქონდეს რომ რაღაც აი ვიღაცის ნალაპარაკე, მაგრამ თვითონ თუ რამე თახსირობა არ გააკეთა, ვერ დავაბრალებ ტიპს თახსირობას რა. ეგრე რა. და იქ გუნდი შეიკრიბა, რომელსაც უნდოდა ერთი აზრი ქონდა, რომ ქართული მარში რას აკეთებდა. მე ქართული მარშის წევრი როგორ ვიყავ, იცი? მე ჩემი ორგანიზაციამ ქართული მისია, ეგრე ქვია. და ამ ქართული მისიით ვიყავ მარშში რა. იმიტომ რომ ამას იმიტომ ვაკეთებ ხოლმე, რომ მე ვიღაცას არ ტვინი არ ეტკინოს, უცბად რომ ამ რიკაშეტი დაარტყას და სხვაგან გაფრინდეს და მოუნდეს თوارეზე დაჯდომა, მე რა უყო, ხო? ნდობის ფაქტორიც არის, მაგრამ იმ აზრში და იმ იდეაში, სადაც ჩვენ ვიყავით და კონსერვატორული რაც იყო და ქართული მიწების თემები რაც იყო, იქ გაერთიანებული. ხო, მაგრამ აი ნახეთ რა კიდე დღევანდელი გადმოსახედიდან თქო. ხო არ ხედავთ რომ ვიღაცები მაშინ ყალბები იყვნენ და თქვენაირად მარტო ქართული საქმისთვის არ იყვნენ. მოდი ძალიან ლამაზ ფორმით გიპასუხებ რა. მე დღეს ვარ ქართული მისიის წარმომადგენელი, სხვაგან არსად არა ვარ.
გასაგები. და აუცილებლად გიო ეს თემა რო ამოვწუროთ, მე თქვენ 5 ივლისის მონაწილე არ ყოფილხართ როგორც მახსოვს, რომელსაც მოყვა ჟურნალისტების ცემა და მათ შორის ერთი ადამიანის შემდეგ გარდაცვალება ლექსო ლაშკარავას. ეხლა მე მესმის ასევე ვითვალისწინებ, რომ ბევრი ისეთი ადამიანი იყო იქ, ვისაც თქვენ შეიძლება დღეს კარგი ურთიერთობა გქონდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ აფასებთ მაგის 5 ივლისს მე ვიყავი ჩასული, რა კუთხითაც უნდა გამართულიყო ეს ყველაფერი. ძალიან კარგად და ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს, მე ამ დაძაბულობების შემდეგ მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ვიდექის შუაში, განიმიტომ რომ კაი ბიჭი ვარ, ვიცოდი რომ არაფრის კარგის მომტანი არც იმ კონსერვატორებისთვის არ იყო დაპირისპირება მედიასთან და არც მედიის ზოგიერთი ადამიანს მე ვუყურებდი რა ყველაფერს ესე გამაღიზიანებელი ქმედებები რა, რომელიც გამომწვევი იყო, აშკარად გამომწვევი იყო რა. და შეიძლება 10 კაცი, რომელიც მედიათ იწოდება და არიან კამერებით და იქ მიკროფონები და სუდათ რომ ცხვირპილში რომ მიკროფონს და რაღაც აი ესე ცოტა язვურად რო გელაპარაკებიან. იქ შეიძლება დასო ამ შეიძლება 15 და 20 კაცში სამი მუშაობდა მაგ თემაზე და სხვას მოხვდა რომ სულ სხვა რამე რა. ზუსტად ესე იყო იქით ამ ხრიდანაც შე რა გონია. პასუხისგებლობა ორივე მხარეზე ნაწილდება. აი ადამიანი ბიცემეს და ერთი ადამიანი იმის მერე გარდაიცვალა, ხო? პასუხისგებლობა ხელისუფლებაზე ნაწილდება. მათ შორის ღარიბაშვიძე, რომელმაც ხელისუფლებაზე გადადის პირდაპირ რა მე რო დამჭირდებოდა და რაღაცაზე მისასვლელი რო ვიყავი 15 კარდონიან იმას მიყენებდნენ ხოლმე რა და აქედან ერთადერთი კვერცხებს თუ დაუშენდით და ვაგინებდით ანუ შეიძლება მათ შორის ხელისუფლებას აწყობდა კიდეც რომ ეგ მომხდარიყო. შემოგევლოს ჩემი თავი რა მე ვაჯამობ ხარ. კი ბატონო, კონსერვატორი იქნები, ის იქნები, ეს იქნები თუ ის თუ ჩემი არა ხარ, თუ ჩემი ხარ, ეგ ბეჭედი ვისია თუ არ არის, ხო? იცი რა, ყოველთვის ისეთ მახეებს დაგიგებ, რომ შეგქონდეს ჩემთან სათხოვნელი მილიონი რამე რა. აი ესეთი შეკრებები ეხლა როგორც ხდება ხოლმე რა, კონსერვატორული, ისე ვთქვათ, მიზნებით ან სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს უმცირესობების ვთქვათ რაღაც გამოხატვის წინააღმდეგ თუ ვთქვათ მიწებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ხალხი ვინც იქ არის და ესეთი ძაფრად პატრიოტული გზნობებით არიან და საქართველოს ძალიან უყვართ იმდენად რომ ხო რაღაცა ესე ქუჩაში ფიზიკური დაპირისპირებაში შედიან. მარტივად გავლენა მოსახდენ, მარტივია ესეთ ადამიანზე რომელიც ემოციებით მოძრაობს, იმას გავლენა მოახდინო და რაღაცნაირად უბიძგო რომ ქუჩაში დაიწყოს აი ეს რაღაცა არა ადამიანობა რაც ხდებოდა რა ადამიანების ზემატყეპა და დასახიჩრება. და რამდენად ღირს ან როგორ უნდა მოხდეს შემდგომში მე ხა ხო ყველა ადამიანს თავის გამოხატვის უფლება აქვს ამ ქვეყანაში იქნება ხა ეს რაღაცა ეროვნული იდეები, ქართული იდეები. ხო აი ისეთი ფორმა მიიღოს რომ ეგეთი რაღაცები აღარ ხდებოდეს, იმიტომ რომ ადამიანი მოკვდა, ის ადამიანი რო არ მაგ ამბავში რო არ მოყოლილიყო, მაგ პაგრომში რო არ მოყოლილიყო, გააგზელებდა სიცოცხლეს და ესე გზა და გზა რაღაცა შემთხვევები გაქვს რომელსაც ერთმანეთს ვაზიანებთ რა და ვინც მაგის ორგანიზატორია ხოლმე აი ეგეთი დიდი შეკრებების ხო იგივე თუნდაც აი ქართული მარში იქნება ეს თუ სამდე მართალი ხარ რაღაცა ისეთი ის გქონდეთ წინასწარ ხელი არ უნდა გავიქნიოთ აქ პრესამსახური უნდა ჩება რომ პირდაპირ საცემად არიან ხოლმე ეგრე მოსული აი მაგიტომ გეუბნები ზუსტად ნახე როგორი რამეა მე ყველას ვიცნობ მაგას რა ვინც არის კონსერვატორები ან სულ და მაგათი დაარსება ვიცი ვინ არიან როგორ არიან რითის უნთქავენ როგორ არიან ზუსტად ისი არიან მოწამლულები თქვენთვის ეგენი მთელი მასა აი კონსერვატორი როგორც იმათვის თქვენ ახართ მოწამლულები. აი მე ველაპარაკები ხომ TikTok-ზე ხე რამოდენიმეჯერ შემოხდა ან კიდე არის ხომ რაღაც ლაივები, სადაც ვცდილობ რომ ზუსტად ეგეთ ადამიანებთან მოვხვდე რომ ველაპარაკო რა. ბევრ რაღაცაში ერთ აზრზე ვართ, ის რაც მართლა ქართულია. და მე რაღაცა კუდი მოყვება ამას, რომელიც აშკარად არის აი ეს რაღაცა რუსეთიდან საწამლავივით შემოსული ამ პროპაგანდის ნაყოფი, რომლითაც მე ხდება რაღაც ერთმანეთის მტრად აღქმა. და არ ვიცი ხა აი რომ აი მე რას ვიზავდი გეტყვი რა. თქვენ ეხა მეტნაკლებად რა მეტი წილი იქ ახართ ხო? მე თქვენ მაგივრად გავაკეთებდი ძმაო რაღაცა ისეთ გუნდს, რომელიც იცით რომ სუფთებია და პასუხისმგებლობა იქნება თქვენ კისერზე და თქვენ სულიერებაზე და თქვენ ბიჭობაზე
და აი ამ გუნდს აგენ მე დაგიკავშირდებოდით სიამოვნებით და ისეთ გუნდთან შეგახვედრებდით ერთად რა, რომლებსაც ერთნაირი აზრი აქვთ და ამ ტელევიზიები და მithქმა-მოთქმებით ყავთ შეზიზღებული ერთმანეთი. რაღაცებს შეიძლება არც მოდი სახელების და გორების გარშე ვილაპარაკებ ისე, მაგრამ ჩემთვის ვიღაცებმა ხა რაღაცები ცოტა შეიცვალეს, უფრო დავარცხნილად საუბრობენ, მაგრამ მე რომ მახსოვს წარსული, როცა ადამიანები პირდაპირ გულშემატკივრობდნენ სხვადასხვა საკითხებში, ჩვენ რუსეთი ხო არის მტერი ხა, ამ ჩვენ ისტორიის ამ ეტაპზე იქნება მოვიდეს ეგეთი რომ ხელი-ხელ გადახვეულები ვიყოთ ეგეთი ისტორიაც და საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ისტორიის ამ ეტაპზე და აქეთ საუკუნის ადრე კიდე და 2 საუკუნით ადრე რუსეთი უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაო, რანაირად შეიძლება ეს? გეხოცები ერთ რამეს. აი მაგიტომ არ მინდა ხოლმე მაგაზე ვიყო რომ შავლო ამიშვილი ლაპარაკობს და ვიღაცები ხო და აი ეს ამაზე აშკარა რო ჩადიხარ იქ და ანუ აშკარა სიმპათიას როცა აბჟღავნებ ეს რომ ახსოვს მე ეს ხო არ არის ეხლა ჩვენ ხო კარგად ვატყობთ ერთმანეთს რომ ვიღაცა უბრალოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე თქვენ რას თქვით რომ იმას თავისი ადგილი უნდა ქონდეს თურქეს თავისი ეს ერთია მაგრამ ის ხო ანუ ხო გზნობა ადამიანს რომ ელაპარაკებ იმას რუსეთი ევასება თუ არა 100%-იანი გეთანხმები რა. ხო და აი ეგ როგორ უნდა ეხა ეგ ძალიან ეს ცოტა სლენგსაც გოიმურად არ უნდა ის უნდა იყოს წრფელი პატრიოტული მიდგომა რა, წრფელი. რუსეთი მე დღეს ადავ გიждები და მაგარი ნაშები ყავთ და აიდაუი მაგაზე კი არ არის ბაზარი. რუსეთი არის სხვა რამე რა. რუსეთი არის ამხელა მონსტრი, რომელმაც შეიძლება გადაყალაპოს და შენებურად ისე უნდა იმოქმედო, რომ რუსეთმა რომ მიგაგდოს, აქეთ რა თურქეთს ვერ ხედავ ამხელა ბიჭს, რომ შეიძლება იმან ჩაყალაპოს უცბად. სომხეთმა ფაშინიანმა როგორ ელაპარაკა პუტინს თუ ნახეთ იქ, არაფერი არ დაუთმო. კაი, ამ ეტაპზე ხო ესია, აშკარად გეთანხმები, იმიტომ რომ რუსეთი ახლა მაგარი ამოსაღები კაბილივით არის უკვე და ტიპები აჯანჯღარებენ რომ ამოაგდონ რა, მაგრამ ბოლო მოქნევას მაინც არის ამ რუსებს ზუსტი სახელი ქვია ძირჟავა. აი ძირჟავაა რუსეთი რა. და როცა უნდა მაშინ გაგაფუჭებს. ჩვენ მე ამას კი არ ვაბრალებ რომ ამათმა დედა რაქნეს და ომსაგვარიდეს. იმის იქითაც მიდის კაცო იქ თომარი ისეთი რუსებთან როგორც დაგიბარებია რა. იმიტომ რომ წარმომადგენელი ყავთ იქაური რა. მე თუ მაგ კუთხით გამოვიყენებთ რუსეთს, რომ ჩვენ არ შევყლაპოს და რაღაცა საჩვენოთ მოიქცეს და მაშინ ეგრევე კითხვა ხო შეიძლება დამისვა. თუ ეს ხალხი საჩვენოთ იქცევა კორკოთ, მაშინ ეს აფხაზეთი რატო აქვს მიტაცებული, ეს ოსეთი რატო აქვს მიტაცებული? ეგრევე ხო კითხვა ლოგიკურია რომ დამისვას. ამ ოცემულობაში რა ვქნათ? რო ვეჩხუბოთ კიდე ბეტირო დაუკარგოთ. ვეჩხუბოთ არა, ამაზე ლაპარაკი დავიწყე მე აი რომ მითხარით რომ ვიღაცები ერთმანეთზე ცუდს გეუბნებიან და ამიტომ ხარ წაკიდებულიო. ცუდი არა, მე მახსოვს, მე ვგრძნობ რომ ამ ადამიანებს რუსეთი ევასებათ და მათ შორის მე ლაპარაკი ისე გაასწორეს რომ ეგ წამღებიანი იყო ვიღაცებმა მიხვდნენ რომ რუსები რომ ევასება წამღებიანია და ეხლა მარტო ქართულს მივაწვევი, მაგრამ მე ხო ვიცი და ვგრძნობ, თქვენს გრძნობთ ეხლა დარწმუნება რომ ვიღაცები პატრიოტები არიან მართლა და ქართულ სტოპ და გეტყვი რა. უკვე მივიდე მეგე რატო ევასებოდათ, იცი? მაყუთი მოდიოდა ძმაო. თლადუარეს ჩათლახები ყოფილა. აბარა ეგ არის კატეგორია, აი ჩათლახები რუსის დავიწყე. მაგას გულით რუსეთუბები რჩევნია, ის ჩათლახია. იმას ესე წამს. კომბინირებულია რა. ხო და აი იმ ხალხს როგორ უნდა შეიძლება რაღაცა ვიღაცის აზრის გავითხოვდეს რომ დაველაპარაკო ადამიანს და გამარჯობა არ დავამადლო, მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა. ზუსტად იგივე რამე შემიძლია გითხრა 50 კაცში ის სამი ჩემთვის მიუღებელი ტიპი რო იყო და მივიღებ იმის გულისთვის რომ იდეას ვემსახუროთ ხო ერთად და უკვე ვიცი რომ სხვა აზრზე არის ეს ტიპი იმ იგივე პრინციპით უნდა მიიღო შენც რა. აი ბიძინა ივანიშვილი მაინც ახლა 2012-ში რომ შევადაროთ ახლა კი არა შევადაროთ კი არა და როგორ უნდა მივიდეს ცვლილებებამდე მე სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე და 2012-ში რომ 11-ში რომ გამოჩნდა ახლა ბიძინა ივანიშვილი უკვე რაღაცა ეს მითები იყო შექმნილი მითების გარდა რეალურად ფული ეჭირა ხელში იმდენი რომ საქართველოს მთლიანად იყიდიდა მაგ დროს მაგ ფულით ეგეთი ტიპია ისევ საჭირო თუ მივედით უკვე იმ ჭკუაზე საქართველოში ვინც ცხოვრობთ ქართველები რომ აი იდეით ანთებულ უფულო ადამიანებს შეიძლება ვენდოთ და ქვეყანა ჩავაბაროთ. ოვა.
იდეალური ტიპი მეთქი ღმერთმა მაპატიოს ადამიანი წმინდანი იყო დავით აღმაშენებელი რა. რატო იყო იდეალური? იმიტომ კი არა, იმიტომ რომ ზუსტად გააკეთა ის რასაც ჭირდება. შიშის ქვეშ ყავდა სარზე გასმას გულის ხო? საბარა შემოგდა. და ის რუისურბნისის საეკლესიო რუისურბნისის კრება პირველ რიგში. აუ მაგაზეს მინდა იმდენი თემა მაქვს გიო არ ჩაგეჭრები. მაგაზეს მინდა პატრიარქთან თქვენი ხო და აი ეგეთი კაცი მჭირდება თუ შეიძლება რომ სხვანაირად მივიდეთ ცვლილებებამდე გიო და შემოგევლოს შემითავი. ვენდოთ. იმდენად ამპარტავანი ხალხი ვართ ეს ქართველები რა. გვინდა არ გვინდა რა. შიგნით რომ დაუკვირდე და შენ თავს გამოუტყდე ადამიანი ეგრეა რა. მოდი შეიძლება ვიღაცამ ის ზეციურად თქვას რომ ესია და ასე არ არის, მაგრამ ნახე ძალიან მარტივ რამეს გეტყვი რა. შენ 10 კაციდან გააჩერე და 10 კაციდან 800 პრეზიდენტობას გეტყვის რომ უნდა რა და დაგარიგებს ჭკუას როგორ უნდა მოიქცეს რა. იქ თუ ტიპი არ გაეძრო ისეთი რომ იცინებ შენ ერთი მოდი ახეთკენ ძმაო შენი ადგილი არის აი აქა რა და უნდა გააკეთო ეს საქმე რა. შენ კიდე უნდა გააკეთო ეს საქმე რა. თუ არ იქნა თუ აქ ძალაუფლება რომელსაც ჩვეულებრივი ობიუატელი დაინახავს რომ საქართველოს სიყვარული მეტია ამ ადამიანში ხო? არ ეგრევე გადმოგდება უნდა. ბიძინა მოვიდა 150%-ით, 100%-იანში. მიშა მოვიდა 280%-ით. ზვიად გამსახურდია მოვიდა 390%-ით, 100%-იანში. ეგრევე 64 თვეში ამოატრიალის და ეს ნახე რა, ეს ვიყოფილათო. ეს მეოთხე კლასში თუმცა ცხვირში თიც იყოფთა. და ეგეთი რაღაცა სისულელე პრიჩინებით რა. ხო გესმის, აი ეგ არის ქართველი სისა. აბა დამდგარგო დავით აღმაშენებელი რომ მოვიდა და დაფამუშტი და თქვა რომ იცი რა, მოდი აი ესე გავაკეთოთ რა. აი ხ არ არის, აი ქსი ბინძურია. ქუსლები დაათალეთ მაგ არაკაცებს მაგათ რა. აი სარზე გასვით. დავით აღმაშენებელმა როდის აიღო თბილისი ბოლოს ხო? რო აიღო რომ შემოვიდა, ეგ ისტორიულად მე სპეციალურად წავიკითხე რომ თბილისზე ხომ ქართულ არც არაბებს, არც სხვა ტომის წარმომადგენლებს ხელი არ ახლო ძმო, ძალიან ინიციატივა თუ არ ქონდათ. დატოვა ისე და ქართველები გასვა სარზე რა. თქვენო ჩემი სისხლის ხარხი ხარ და მებრძოდითო რა. ესენი და აი ეგეთი ჩარევა რო გააკეთოს ახლა ვინმე რომელიმე ხელისუფალმა საეკლესიო იერარქიაში როგორც გააკეთა დავით აღმაშენებელმა. აი როგორ ფიქრობთ? აი ის ხალხი აი ქართული მარში პირველ რიგში საჭიროებას თუ ხედავს დღეს? საჭიროებას თუ ხედავთ ხო და რა რეაქცია იქნება ხალხს რომელიც აი არის რა კონსერვატორი და ეკლესიაზე ერთი გადაბრუნებული სიტყვა ეკლესიაზეც არ არის ლაპარაკი ეკლესიაზე ვინ იძახის იერარქს რომელიმე მეუფეზე რამე რო თქვა შეიძლება ყელი გამოგჭრას და რაღაც დაგაზიანოს ხო და აი ეგეთი წარმოვიდგინეთ ახლა ფეტიშიზმი თვითონ ქრისტიანული ცნება. აი შინაგან საქმეთა მინისტრმა რო დაიწყოს ახლა სპეცოპერაცია აი სიტუაცია მოდელირება წარმოვიდგინოთ გავაკეთოთ აი წარმოვიდგინეთ რაღაც შინაგან საქმეთა მინისტრი უცებ რაღაცა მოკლედ იქ გამოიძიებს რაღაცებს ნახავს ვინ რა როგორ და რანაირად არის და სპეცოპერაცია იწყება და აი წარმოვიდგინეთ სურათი რომ დამნაშავე ეს დამნაშავე ვიღაც ეპისკოპოსი მამავან წინამძღვარი გამოყავდა ხო და აი როგორი რეაქცია ექნება ერთი მხრივ ვამბობთ რომ დავით აღმაშენებელმა ეგ როქნა აი საქართველოს გამოადგა და ფაქტია ხო რომ მაგ ეგეთი ძლიერი საქართველოს არც მანამდე და არც მერე არ ყოფილა, მაგრამ მეორე მხრივ ეგეთი რაღაც ახლა ჩვენ თვალწინ ვიღაცამ რომ გააკეთოს, არ მგონია კაი დღე და ადგეს იმას რა. სანამ ეს გააკეთა, რომ მოვიდა საზოგადოებაში, ხო? საზოგადოებას ვეძახი საზოგადოება იყო, აბა რა. საზოგადოება დაინახა მანამდეც, რომ დავით აღმაშენებელი ქართველი იყო. შეიძლება ისევე რა, მაგრამ დღეს ეგეთი რამე რომ მიშამ რა გააკეთა მაგით ეკლესიას რო შეუხტა და რო ბასიმ კლავიშვილი და რა გააკეთა თავი წააგო ხო? ხო, მაგრამ ის ბასიმ კლავიშვილი მე პატრიარქმა განკვეთა საერთოდ. მაინც განკვეთილი იყო მანამდე. ხო, დარბოდა ხალხს წენდა არა, იყო, მაგრამ ხალხისთვის ცნება ეკლესია სხვა რამე. კაი, მოდი ამაზე მინდა გკითხოთ რა, ეხა ეს ეკლესიას რახან შევეხეთ და პატრიარქთან თქვენი ნაცნობობის თუ ახლობლობა დავარქვათ ამბავს. ეს პროცესები როგორ დაინახეთ და განმარტავ რას გულისხმობ, რაც ხდებოდა პანაშვიდებზე და რაც ხდებოდა შემდეგ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ აი სიტყვით გამოსვლები წაკითხული ტექსტი და იქ ისინი არ მოვიდეს საშვით შესვლა. არ მომეწონა. აი მე მაგეთ ასე დავინახე პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ამბავის და პატრიარქის
დიდი რეიტინგი უწოდოთ საზოგადოების სიყვარულის გამოყენებას სადეს სათავისო პოლიტიკური რეიტინგისთვის. მე ასე დავინახე. თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი ეგეთი არის, შემოგევლოს ჩემი თავი, რომ საერთოდ ეს კომისია რო გაკეთდა, რა კომისიაში ვინც იყვნენ, ზუსტად ვიცი რა, აღარ მინდა არც გვარის და არც სახელები. დაკრძალვის კომისია. და ვინც მოძრაობდნენ რა იქ რა, რომ თავი კაცი რო არის ხოლმე დასაფლავებაზე, რომ თავი კაცები ვინც რო შევხედე, მე მეორე დღეს გია ყარყარაშვილთან ერთად ჩავედით რომ დაგრძალეს. ბევრი არ შეუშვეს რა შიგნით რა. და მე და გია მეორე დღეს ჩავედით და იმაში სიონში პანაშვიდი გადაიხადეს და მამებთან ერთად ვიდექით რა. ეს ტუტურუცანობა აღარ მინდა რა, ამომივიდა ყელში რა. ეს რო გავხედავ ზუსტად ვიცი ვის რა ზომის ქუდი უნდა დავახურო რა მაგათ რა. მე ქრისტიანობაში ჩემზე მეტი თუ აქვს შეიძლება წაკითხული, თორე ქრისტიანობა მარტო კითხვა არ არის, ქცევაა რა და კომუნიკაცია და ის შენი ყოფა არის, რითიც ნაცხოვრები გაქვს რა. მეუფე ისაიას ყოველდღე ურეკავდი ძმაო იქა, ომი რო იყო 2008-ში რუსებთან და მეუფე ისაია იქ იყო. არ დაუტოვებია ის ის. და ეხა რა გაუკეთეს ხო ხვდები თქო? მე ყველაფერი კარგად ვიცი რა გაუკეთეს? არაფერი მეუფე ისაიას განათლება არ ქონდა რა. და ჩამოაცილეს იმას რა. ეგ ერთი ჯგუფი მეუფე დანიელი ჩემი მოძღვარი არის მეუფე დანიელის. მაგრამ მეუფე ისაიას ყოველდღე ურეკავდი და მეუფეო როგორ ახარ უკითხავდი. მადლობა ღმერთს, ეხლა ბომბმა გადაფიფრინდა თავზე ცოცხალი ვარ. ეს იყო იქ ადამიანი ხალხო. ხო და ამაზე საუბრობდა გიორგი რომ ვიღაცები მოდიან მე გელენ ვაგენებით და ახალი პრადოვით რომელსაც 10,000-იანი ნომერი აქვს და ბიჭო ეს ვერავინ ვერ ახსნა მაინტერესებს ამის ახსნა რაღაცა აი ერთ რამეს გეტყვით მობასვიცაო რა რომ იცოდეთ რომ ხალხის უმეტესობას ეგ არ მიაჩნია რა იმ ადამიანებად ვინც უნდა მართვაში იყვნენ რა აი გელენ ვაგენებით და სპეცნომრებით რო დადიან რა აი მე ნორმალური ქრისტიანი კაცი ეძებს ისეს ადამიანს, ვისაც თავისი სულის ნადებს ენდობა რა. აბა ხა რომ მიხვალ და შეგინდოს ღმერთმა პირჯვარს გადაგწერს და მოდი და ეზიარე. ჯერ ზიარების დროსაც რამდენ ეკლესიაში ღმერთო მაპატიე, მაგრამ ეკლესიაში რომ შევსულარ და დამდგარ, მე აღარ დავდივარ ბევრ ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩემ წინ ტიპები მდგარან უკვე რომ უნდა ეზიარო და დგახარ იქში რომ უნდა ეზიარო რომ უფალო შემიწყალ უფალო შემაგას რო იძახი რომ უნდა ეზიარო უკვე რა და შენ წინ ტიპი რო გეჩნდება რომ იცი რა ვინც არის რა ჩირქის გუდურა რო არის რა და ღმერთმა აპატიოს მე ხა განკითხვისთვის არ მაგრამ ის ეზიარება გამოდა ზუსტად 5 წუთში იგივეს გააკეთა შეიძლება მეც ესე მოვიქცე განარა მე კი არა ვარ ფთოსანი ანგელოზი მაგრამ ის რო წინ მიდგა და ვიცი ვინც არის და როგორცაა ნაცხოვრები ხო ის არ მინდა რა ძმაო რა იქ რა მინდა რომ შევიყუჟო სადმე რა ჩემი ის სულის სიმშვიდე ვნახო რა ისეთ მოძღვართან მივიდა რომელთანაც მომეფერება და არავინ არ იქნება რა იქ 15,000 კაცი არ იქნება რა დამყოფი ვარ ეგრე 10 თონიც მოვლილი მაქვს ისიც მოვლილი მაქვს ისიც მოვლილი მაქვს და სიმშვიდე მინდა რა სიმშვიდე უფრო კონკრეტული სახე რომ მივცეთ ამ თემას თქვენი აზრით დღეს ეკლესია არ ვიტყვი შეგნებულად არ ვიყენებ სიტყვა სარწმუნოებას ეკლესია იმ ფორმით რა ფორმითაც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უფრო საპატრიარქო დავარქვათ რა როგორც ადმინისტრაცია რა მართვის ორგანო და არა ეგეთი აი საპატრიარქო განსაკუთრებით მას შემდეგ რაც პატრიარქი ფიზიკურად დასუსტდა გამოიყენება თუ არა ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური ზეგავლენის მოსახდენად ქართულ ხალხზე. აი ამ პოლიტიკურ კომპონენტს ამ საპატრიარქოში რამდენად ხედავთ თუ ვერ ხედავთ თუ რა აი ამას როგორ უყურებთ? მე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ მქონია რა საპატრიარქოსთან ურთიერთობა, მაქვს თვალსაზრისით რომ დამენახა. იმას არ ვამბობ რომ არ იყენებდნენ თუ აიყენებდნენ. მე პატრიარქთან მქონდა რა ურთიერთობა და პირველი შეკრება რო გავაკეთეთ, მაშინ ლევანი ცხონებული ცოცხალი იყო გრეთში ხა ეხა პატარა გრეთში ხა კიდე არ ვიცი სად არის და ისა ბიძინე გეგიძე
პატრიარქთან ჩავედით და მე ვთხოვე პატრიარქმა დამიბარა ჩამოდიო და ჩავიყვანე ესენიც რა და ლოცვა კურთხევა ავიღეთ ბრძოლაზე და რა ბრძოლაზე უნდა გაკურთხოთ რა საზოგადოდ ბოროტების წინაშე მეთქი მინდა ვიბრძოლო რა და მაგაზე დამლოცეთ მეთქი რა არც პარტიული კუთხი და არც იმით და დადექიო მუხლებზე დამაყენა მეუფა იუბიდე იყვნენ და დამლოცა რა პატრიარქმა მაშინ და რომ გამოვედი მთელი ტელევიზიები რა მოხდა იქ არაფერი მაკურთხა მეთქი პატრიარქმა რა დღეს ძალიან გაუჭირდება ვინც იქნება პატრიარქი ნებისმიერი კუთხით გაუჭირდება იმიტომ რომ ძალიან ძნელი იქნება პატრიარქი ილია მეორის შემდეგ პატრიარქობა საქართველოსი რა და თქვენ რასაც ბრძანებთ იყენებს თუ არა მოდი ამას მაინც ისე დავტოვებ რომ ჩემი თავიც არ გავაღიზიანო რა მე ზუსტად ისე ვხედავ როგორც არის რა კი ბატონო ამას გეტყვი ბარე მახსენეთ ისე პატარა გრეჩი სად არისო და სად არის არ ვიცი აზე არ ხდებათ ვიდეოები მოგწონთ რა ვიცი აღარ მინდა მაგაზე გიო ხო არ დაგჭაგრეთ არა ორ ომზე მაინტერესებს თქვენი აზრი ერთი არის 2008 წლის აგვისტოს ომი ეგრეთ წოდებული და მათ შორის ხედავთ ხო მათ შორის ქართული ოცნების დამოკიდებულებას და ნარატივს ხედავთ რომ პერიფრაზი რო გავაკეთოთ ომი ვინ დაიწყოზე მეტად ჯერ ერთი ხო ეგეც საინტერესოა თქვენი აზრი როგორ უყურებთ და რას ეძახით ომის დაწყებას მანამდე რომ ქართული სოფლები იბომბებოდა რა ვიცი სანამ ჩვენ რო შევიყვანეთ მაშინ დავიწყეთ ეხლა რო დაბომბო ქართული სოფლები ომის დაწყება არ იქნება ეგ მომოკლედ მაგაზე მაინტერესებს თქვენი აზრი და მათ შორის ხო აი ეს სააკაშვილის იმას შეწირული ამბიციებს შეწირული გვირებები რო უწოდეს ქართულ გვირებს და ასე შემდეგ მაგაზე მაინტერესებს ზოგადად თქვენ როგორ ხედავთ და ასევე მეორე ომზე მაინტერესებს უკრაინის ომს როგორ უყურებთ ამაზეც ქართულ ოცნებას აქვს წყობრი მიდგომა რომ ხო იქ ზელენსკის მოკლედ რაღაცები უნდა დაეთმო. ვიღაც ამ რაღაცების დათმობას ერთი ადგილის მიცემას ეძახის და ერთი ადგილი ხოლმე უნდა მიეცა, აბა რა უნდა იქნაო და ვიღაც ამბობს რომ ეგ გონივრული იქნება და პრაგმატული რომ ყველაფერზე დათმობა გაეკეთებინა, რაც რუსეთი ეუბნებოდა. აი მორ ომზე დავიწყოთ აგვისტოს 2008 წლის ომში ომს ბევრი რაღაცები წინ უძღოდა უკვე რაც დაპირისპირება იყო რუსეთთან ღია კონფრონტაცია იყო რაც მე ვთვლი რომ წამგებიანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ნებისმიერი ომში ჩაბმა ქართველებისთვის იყო წამგებიანი ნებისმიერი თან ამხელა ვეშაპის წინააღმდეგ და აბა არ უნდა გვეომა რო გვეომა რა დაგრჩება იმ ომიდან რეზულტატი უნდა განსაზღვრო თუნდაც ეხა პატიმარია ბატონი ოქრუაშვილი რა მაგრამ ის მაშინ ბძანა მან რომ ფეკალიებს ვასმევთ რუსეთსო და ვინ წააგო ამით ღვინო რო აღარ გადიოდა საქართველოს ვინ წააგო წააგო ქართველმა გლეხმა აი პოზიცია რა უნდა ყოფილიყო როცა იქიდან ბომბავდნენ ქართულსოფლებს და პოლიციელების ყველანაირად უნდა მოურიგდებოდით რომ ქართველი ხალხი დახოცილიყო რა აი ტანკებით რო შემოდიან არ უნდა ესროლოთ სიტყვაზე რა როგორ ფიქრობთ მე რაღაცა მაგის მიმართ ხო ის აი რაღაცა ცოტა იცი რა არის ღირსების მე ესე უყურე შეიძლება ის არასწორია პოლიტიკურად ადამიანური მასე ხა პირდაპირ პოლიტიკური არ გადმოდის მაგრამ აი ვიღაცა რო ოჯახში შემოგივარდეს რომელიც შეზე ძლიერია აშკარა და ანუ ვერაჯო ბიჭო წინააღმდეგობას ხომ ის შენი ღირსების ამბავი ხო არის აი ოჯახში შემოვარდნა არ არის რა შემოგივლე რა აბა რა ეს სხვა საზრუნავი გაქვს შენ საქართველოს ყავს საზრუნავად ოჯახში რო შემოდის უნდა შეასკადე კი არა შეაკოდე ძმაო რა მაგრამ იქ ხო მე აი ოჯახებში შევიდოდნენ ხო შენი შეკუდომით რა რეზულტატი დგება მაგაშია საქმე აი კიევის შემოგანაში რაც ვნახეთ რა იქ რო შევიდნენ რეებს უკეთებდნენ შვიდობიან მოსახლეობას და ეგ ხო მაგათი სტილია რა სადაც შედიან ყველგან ეგეთ რაღაცას აკეთე არა თუ სადაც შედიან უკარო ბრუნდებიან აი ხარ სულ უყურებ აი ეს უკან დაბრუნებული ტიპები რეებს აკეთებენ ან ხალხს ხოცავენ ან ვიღაცებს აუპატიურებენ ან ძალადობენ ანუ ეგეთი 2008-ში მოგევლო ჩემი თავი ხო და ტანკით რომ მოდის ტიპი იყო დასხნელი და ის მიქონდა ხო და ტანკით რომ შემოდის ტიპი აბა რა როგორ ვქნათ ისე რომ ნაკლებად დავზიანდეთ აი
ეგ არის ზუსტი. მე ჩემთვის ეგ სროლაა რა, რომ რაღაცნაირად გავაჩერო. არ არის სროლა, არ არის ნაკლები დაზიანება რა. ვერავარ ჩვენ ხარ რა. მად ერთი ნიუანსი არ დაგვაუწყდეს. რუსეთი პირდაპირ არ შემოვარდნილა თავიდან. ნახე რა როგორ მოხდა. ეხლა თუ არასწორად მახსოვს, შემისწორეთ ორივემ რა. თავიდან დაიწყო ეგრეთ წოდებული სეპარატისტების ტერიტორიებიდან სროლები. მაშინ რუსებს ჰქონდათ სამშვიდობო სტატუსი და ქართული მხარე ყოველდღიურად რო ეუბნებოდა რომ რას აკეთებენ სამშვიდობოები რამე ქენით ჩვენ არ ვიცით ძმაო ესენი გაგიჟდნენ. ეს იყო იმათ დამოკიდებულება. მათ შორის ორმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო, სამხრივი. ქართულ ოსურ და რუსულ მხარეს შორის, რუსების მხარეს შორის, რადგან სამშვიდობოები იყვნენ და რუსეთის წარმომადგენელი არ მივიდა შეხვედრაზე გზაში ბურბალი დამეშვაო თუ რაღაცა. ანუ სპეციალურად ანუ ჩვენ იმათი რუსების დამოკიდებულება იყო, რომ ანუ რავი ძმაო ესენი გაგიჟდნენ და ამაზე ჩვენი პოზიცია იყო, რავი ესენი თუ გაგიჟდნენ და თქვენ თუ ვერაფერს ვერ აკეთებთ, ჩვენ უნდა ჩავაქროთ ის ცეცხლის კერა, საიდანაც გვესვრიან. და ანუ ეს საერთოდ რუსეთის გეგმა იყო. ხო, როცა ჩაქრობას დაიწყო, მე დაგარტყო. აი ამ დროს არ ვიცი აი როგორი, იცი რა, კრიტიკა რაღაც ვარიანტში მარტივია, ხო? რუსების დოკუმენტური ფილმი მაგრამ ცოლქმარი არის, მე მგონი ჟურნალისტები, აი ორივეს გეკითხებით მაშინ ძმებო რა. თქვენ თulit რომ რაღაცა წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია. მეც ეგ მასტივა რომ წინააღმდეგობა უნდა გამეწია, მაგრამ იმის შემდეგ საფიქრალად გეუბნებით რა. წინააღმდეგობის გაწევამ რა რეზულტატი მოგვიტანა ძმაო? კაი. თბილისამდე ვერ ჩამოვიდნენ რა. აი რა, გადაო. თბილისში რომ შემოგვეშა, აი რო შემოგვეშა და აქამდე ჩამოსულიყვნენ. მე ხო უბან და კორპუს მოგვიწევდა მაგათი ხოცვა. ეგ სხვა. მოგვიწევდა უეჭველი. ეგ სხვა. ხო და სანამ საფრანგეთამდე მოვიდა. გაგვაფარჩაკეს. კიდე მე რა პრობლემა მაქვს, როცა ადამიანები იმ ბიჭები დაღუპული ბიჭების გარდა არავინ არ დაგჭირდა და პატრიარქი რო არ ჩამზანებულიყო და კიდე მეუფე ანდრია და ისინი რო არ მოიქა, უკტრები ვერ გამოვყავდა ექიდან. აი მე რა პრობლემა მაქვს, ხა ესტები აგიხსნათ, კითხვა არ არის, ჩემი აზრი მინდა გითხრათ, როცა ამბობენ რომ მიშამ დაიწყო ომი ან ნაცემმა დაიწყეს ომი. ანუ ეს ხო არის ისტორიული ხანგრძლივი პროცესი, როდესაც დადგება პერიოდი, როდესაც დაიწყება განხილვა და იმედია ეს იქნება განხილვა და არა ისე ავტომატის სროლა, როგორ დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზეთ და ოსეთით და დაიწყება არგუმენტების ჭიდილი. და შენ როცა ადამიანი ქართველი პრემიერ-მინისტრი ხარ ხა თუ დანიშნული პრემიერ-მინისტრი თუ ვინც ხარ, როცა იძახი რომ ეს ომი დაიწყო მიშამ ან დაიწყო სააკაშვილმა, რაც არ უნდა ვერ ვიტანდე მე სააკაშვილს. ამით მე ხელს ვაწერ იმაზე რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ, იმიტომ რომ საერთაშორისო იურისპრუდენცია ესე მუშაობს, რომ იმ წუთას საქართველოს ხელისუფლება რაც არ უნდა ვერ ვიტანდეთ ჩვენ, იყო სააკაშვილი და როცა ამბობ რომ იმან დაიწყო ომი, შენ ამით ხელს უწერ რუსებს და სეპარატისტებს, რომ ჩვენმა მხარემ დაიწყო ომი და ეს წლების მერე ძალიან ცუდად შეიძლება მოგვიტრიალდეს ჩვენ. მოგვიტრიალდეს. უკვე რაღა, ეხაც მოტრიალებულია, მაგრამ მოვიდა ბატონი ბიძინა გამოვიდა ბოდიში მაქვს მოსახდელიო და ხო. რატო აქვს ბოდიში აი ეს ხო ჩვენი მოსახდელი? ქვეყნისთვის ძალიან ცუდი საქმეა მაგის თქმა, რაც არ უნდა მიშა სხვა რაღაცაზე გააკრიტიკე, გასაკრიტიკებელის მეტი რა აქვს კაცო. შენ რო ღიად გამოდიხარ პრემიერ-მინისტრი ხარ თუ რავი ვინც არ მით უმეტეს პრემიერ-მინისტრი, არის ეხა ამ წუთას ყობახიძე მოგწონს თუ არ მოგწონს, არის პირველი პირი, ხო? იმის უკან ვერ ხედავ რატო აკეთებს მაგას? უეგუარესია რასაც ხედავ. და მაგაშია საქმე. რომ ერთადერთი დასაყრდენი ეს არის, მაგაზე უნდა დადგეს. მაგ სიტყვებზე უნდა დადგეს, რასაც იქიდან გამოუშვებენ მესიჯა თორე თუ არ დადგა რაღა. ხო და ანუ გამოდის რომ იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უვლის თავზე, ხო? მაგას რა თუნდა. ხო და მაგიტომ წის ხოლმე ვიღაცები გავიგე რომ მიშა ვიღაცა არ ევასებოდა, მაგრამ ეს ხო საქვეყნო ამბავია. ხო, მაგრამ ნუ რატო აერთიანებთ ეხა მიშას და გრიშას და ვიღაცას და ამ არ გვინდა რა ვიცი. მიშამ დაიწყო ომი, ხო ნიშნავსა საქართველოს დაიწყო ომი. კი ბატონო. კი ბატონო. მე ერთი რამის თქმა მინდა რა. მე ძმაო რა, უფლება მომეცით რომ ჩემი ნიჭიერებით, ჩემი რაღა შრომით და იმით უფლება მომეცით რა რომ ვიცხოთ ყველაფერი რომ თქვენ კუჩი რო ეტევა რა გაქვთ ამისთანა ეგეთი კუჭები რა. ბარიატრიული არის მაგარი განვითარებული და გაგიკეთებთ მაგ ოპერაციებს. ჩვენ გადავიხდით ხალხი მაგ ფულს. ჩვენ მე ჩაუდგები სათავეში რომ პარლამენტის წევრებს ბარიატრიული ოპერაციები გაგიკეთოთ რა. გეყოფათ მართლა რა. აი ბიძინაზე მინდა კითხოს, აი ვიკითხები ხოლმე სტუმრებს ზოგიერთს. აი როგორ გონიათ რუსული ტროასხენი იყო ეგ ჩვენთან შემოგზავნილი რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ ჩამოექცია ინსტიტუციურად თუ თავიდან კარგი მიზნებით ბიძია იყო და მერე გზადაგზა გაფუჭდა და მერე იძულებული გახდა რუსებთან დაეჭირა, დაეწყო ფლირტი. თუ თავიდანვე ნახე გიორ, აი პუტინის ემისარი იყო.
არა საქმე არა ეგრე ვერ იქნებოდა ეგ თავის ემისარი არის რომელმაც იცის რომ კაი რაღაცა აქ ხელა კუშით ეხლა რუსეთიდან წამოხვიდე თან ეგეთი გზით ნაშოვნი რა არც ისე პატიოსანით ხო პუტინის ფულია რეალურად ხო ხვალე რომ დაგეპირისპირდეს პუტინი ხო გინდა შენი პატარა ავლადიდება კონდეს და შენი მოზომილი მიწა რასაც არც პუტინს გაუტეხავ არც იმას გარ გაუტეხავ არც ამას არ გაუტეხავ და იქნები ერთმართველი რა ქაურობის რა არო ანუ უფრო ეგეთი გეგმები ეჭვი არ შეგება დღეს როგორ დგას რომ საკითხი არა მაგაში მეც ეჭვი მეპარება რომ სათავისოდ აკეთებს ყველაფერს და რუსეთთანაც თუ თანამშრომლობს იმიტომ თანამშრომლობს სათავისოს უნდა სიკეთე მაგაზე ყველა ვარიანტი ეგრეა კაი ბოლოსკენ მივდივართ ნენელა სანამ მაყურებლის კითხვებს გადახვედოთ პოლიტპატიმრების თემა ხშირად ჟღერდება საქართველოში თქვენი შეფასებით ყავს თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები ან ვის გულისხმობთ თუ ყავს მე მაგრად არ მომწონს აი ბიჭები რო არიან დაჭერილები ხა პოლიტპატიმრებს დავარქმევ იმას თუ არა მე მაგ განსაზღვრების შიგნეულობა არ ვიცი მაგრამ გული მტკივა რომ აი ტყუილად არიან ბევრი დაჭერილები აი მაგის თქმა შემიძლია რა კი ბატონო მოკლედ გადახვედით ბევრი კითხვა ჩვენ დროს იყო რა აი მაგ ბიჭების ხარდასაჭერად ეხა ხო რა ვიცი ეხ თბილისში ზოგადად ეხა ციხეში ჩაჯდომა როგორ შეიძლება ვინმე სიგინდოდეს ერთი ესე და თან ტყუილად მით უმეტეს და თბილისშიც ისე არა ეხ პატიმრების მიმართ ხარდაჭერა ზოგადად ქართველებში მაღალ დონეზეა ესე ვთქვა ხო და მით უმეტეს უკანონო დაპატიმრებულების და სისტემა რო ჩაგრავს ეგეთ ადამიანებს სულ რაღაცა სოლიდარობა ქონდათ ჩვენში და ეხლა ისე ხდება რომ რაღაც თითქოს არ ვიმჩნევთ რა ისე გამოდის რა აი ნახე მაგას გეუბნებოდი მაგი დავიწყე გადაცემა თვითონც არ არიან რა მე მინდა მეორე წელი სრულდება კრისტალნი ახალგაზრდები გამოვიდნენ და ამათმა იცოდნენ რა გეუნები რა თქვენ მარტო ერთ იმაზე ნუ მოძრაობს რა ეს ისა ერთ ლიანდაგზე ნუ მოძრაობენ ესენი რა იქით ის დავაკავშიროთ აქეთ ეს დავაკავშიროთ რაღაცა გავხადოთ სისუფთავის რაღაცა წარმოიშვას რა ხო ხედავ ყველანაირად იქიდან შხამს ჩაგიგდებენ აქედან ფეკალიებს მოგასხავენ იქიდან იმას გიზავენ აქედან რომ ეს არ მოხდეს რა ეს უნდა ითავს ახალგაზრდობამ და ნუ უტყდებათ ამათაც რომ მივიდეს და ვიღაცას რომ აი თქვენ რა აზრი გაქვთ და ანისა აი ეს ნუ უტყდებათ რა და მარტო თქვენ ვერ გააკეთებთ ძმებო დამიჯერეთ ვერაფერს ვერ გააკეთებთ იმიტომ რომ უცბად შეიძლება ისეთი მაკვარანცხი აზრი მოგივიდეთ თავში რომელიც უფროსმა გითხრათ რომ ეს ახლა გასაკეთებელი არ არის და ენდეთ რა ვიღაცეებს თქვენზე ჭკვიანებს თქვენზე გამოცდილებს ენდეთ ამ ხალხს ენდეთ კარგი მოდით თითოეულა კითხვას წავიკითხავ მაყურებლის კითხვებიდან ცოტა ხისტად ახასიათებთ ხოლმე კითხვების დასმა მაგრამ ძალიან ისეთებს არ წავიკითხავ ხო რომელი უფრო მეტი ბოროტებაა ნაცმოძრაობა თუ ქართული ოცნებაო რო შევადაროთ მე თუ მკითხავ თუ სიტყვა ბოროტებათი მოიხსენება ორივე ჩემთვის ბოროტებაა რა ეხლა ძალიან მარტივად დაუძვერით ამ კითხვას აბა სხვანაირად როგორ შეიძლება მე ის ბოროტება რო იყო იმ ბოროტებას ვებრძოდი და აქ რასაც ბოროტება ვხედავ ამასაც არაფერს არ უწვევი და არაფერს ზუსტად ისე ბოროტებაში და სიყვარულში ძალა და სიმაღლე ხო მეტი ნაკლები ბოროტების განსაზღვრება არ გამკეთები ბოროტია რა ტიპი ჩემთვის ეხა ეს 15 კილო ბოროტია და 25 კილო ბოროტი არ არსებობს ჩემთვის რა თუ ეგრე ძალიან დაგაინტერესებს მე შემიძლია ისეთი რაღაცები ჩამოთვალო ნაცმოძრაობაში რომელსაც ამასაც არ დასიზმრებიათ მაგრამ ამათ ისეთი რამები ჩამოთვალოთ რომელიც ამათ არ დასიზმრებიათ აი რა გინდა ეს არის ნიჭიერება ბოროტება თავისებული რა ხო ბოროტება ხშირად არიან ბოროტი ადამიანები ნიჭიერების სოფლიო ისტორიიდან რა გინდათ ამ ორუსამშობლო დაძირალთა რომ ჩვენზე გავატარეთ ჩვენ ვიცით ხოლმე ესეთებზე გვიშველე რამე კორკოტ გვიშველეო ეგ ფრაზა საიდან წამოვიდა გვიშველე რამე კორკოტ ვიყავით ჩასული ქუთაისში კაშიამ რო გაიკეთა LGBT-ს დროშის სამკლაური და მაშინ რა და არ გვიშვებდნენ სტადიონზე რა და ისე მოხდა რომ ჯაჯგური მოხდა და ეს რკინის კარები გადაინგრა რა და რომ შევარდი თვითონ ქუთაისელებსაც ბილეთიანებსაც არ უშვებდნენ იმიტომ რომ ჯერ ჩვენები შევიდნენ საქართველოს ნაკრების თამაში იყო ის და არ გვინდოდა რომ კაშიას გაეკეთებინა რა
ძალიან დიდ პატივს ვცემ ხა კაშიასაც, როგორც ფეხბურთსაც, როგორც ბიჭს, მაგრამ საქართველოს გუნდი გაკავს შეჯიბზე და რატო უნდა გაიკეთო LGBT-ზე? მოდი ერთი იკითხიავე ერთი, მე მინდა რომ შენ საქართველოს სახელით გადი. ეგ მეტკინა რა და თქვი რა ჩემი ტკივილი რა. და მაშინ მკითხა ერთ-ერთმა ქუთაისელმა რა, რომ შევარდა შინ და ბილეთი მაქვს და სადზე იწევიდეო მითხრა რა. და იქ იყო და მე უთხარის ბილეთი თუ გაქვს დაჯექი შენ ადგილზე მეთქი და პოლიციელებს ველაპარაკებოდი რატო შემოანგრიეთო. აი მაგ თემას ბარემ მანდვართ. აი როგორ გონიათ ხა იქ 5 ივლისზე ვილაპარაკეთ და ნუ იქ რატო იყო ხალხი შეკრებილი ხო არის ჟურნალისტების აცემად ხო რაღაცა სხვა ისენი. აი მაინტერესებს თქვენი არგუმენტები. ეგეთი გამოხატვის თავისუფლება რო ქონდეთ უმცირესობებს საქართველოში. რო შეეძლოთ აი რავი წელიწადში ერთი დღე რაღაცა შეიკრიბონ, რავი პრაიდი იქნება თუ რაღაცა გააკეთონ სიტყვაზე. აი მაგას რა ცუდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ახალთაობაზეს და ზოგადად აი ხო არის რომ რაღაცა LGBT პროპაგანდაო ამბობენ. აი რა მე ჩემთვის რაღაც ცოტა უცნაური რაღაცა პროპაგანდით ვიღაცა მე რანაირად შეიძლება შემაცვლევინოს ორიენტაცია. ვერც კი ძალიან ვერ ვაწყობ მაგ ლოგიკას და აი თქვენ როგორ ფიქრობთ მაგას სულ ვიძახონ. აი რაღაც ასაკში ძალიან ეხა პირადულ თემებს რო შევეხოთ, რავი რაღაც ასაკში ყველა ვხვდებით აი მაგათა ბიჭები მივხვდით რომ გოგოები მოგწონდა რა. რაც არ უნდა მითხრა, მაინც გოგოები მომეწონებოდა. პონტი არ იყო ეხა რა. შანსი არა რა, ეგ ხო ბიოლოგიური, ესე იბადები რა ადამიანი რომ ანუ ხდება რა ის გეიც რომელიც 2 თუ 3%-ია ხო როცა იბადება ისიც ეგეც ხდება რომ ვახ რატომღაც კაცი მოსწონს არ ვიცი ეს ხო პროპაგანდით ისე ვერ შეიცვლება არ ვიცი აი შენ ახლა მით უმეტეს ექიმი ხარ ბიჭო სისულელე სხვა რა მაშინ გინდა ძალიან გულღიათო გინდა პროპაგანდა დავარქვა და გინდა ისე გინდა ის ბევრი ხალხი წუხილია და მაინტერესებს აი მათ მინდა დავარქვა არ მომწონან და არც მაგათი პრაიდი მომწონს. ეგ ხო ცხადია, კი. ხო და აი 365 დღიდან ერთი დღე რო მივცეთ. მაგითი რა გაგვიფუჭდება ჩვენ? არა, ომის მინე მე შენ ქუჩაშია. არ მინდა რომ გამოხვიდე რა და გინდა იმას და პროპაგანდას დავარქმევ და გინდა შენი სხეულის რხევას დავარქმევ. არ მომწონს რომ რუსთავზე აი ლისის ტბაზე რო იყვნენ იქაც რო აუვარდა ხალხი მაგრამ ლისის ტბაზე რო იყვნენ ესა იქ ვითომ გადაიტანეს. ეხა როგორ იქ ბიჭო ბარები აქვთ რესტორნები აქვთ რაღაც შეიკრიბნენ გინდა კინო ვინ შემოგიორდა მოდი მე მაქვს კომპრომისული ვარიანტი და თუ დამეთანხმებით როგორ უნდა მოხდეს ეგ ამბავი იმათ უნდა შეეძლოთ სადაც უნდა გამოვიდნენ ოღონდ იმათ ვინც ამის წინააღმდეგია აი თქვენ მაგალითად უნდა შეეძლოს რომ ასევე სადაც უნდა გამოვიდეს მათ შორის წინ გადაუდგეს და აი მე უფრო მეტი ვარ ზმო აქეთ არ გაგატარი ხო მაგრამ მე უნდა შეეძლოთ ოღონდ არ უნდა იყოს ფიზიკური შეხება აი ესეთან აი მაგალითად ის პრაიდი დაგეგმეს თქვენ უფრო მეტი ხართ იმ ადგილზე მიხვედით პირობითად და აი უნდა გქონდეთ უფლება რომ თქვენს გამოხვიდეთ დადგეთ და აქ არ გაიმართოთ ოღონდ ფიზიკური შეხება არ უნდა იყოს ეს მოსულა არა ეგრეც იყო არა ფიზიკური შეხება იყო და ეხლა მე ვისროლა ფიზიკური შეხებას უცბად გეტყვი როგორ უნდა აღმოფხრა ეგ რა ჩააყენებ კარდონს და მორჩა რა კარდონი რა ანუ მაინც სახელმწიფოს პასუხი ძალაუფლება აუ ეხლა ბედაბეტაკები რას ქვია გზა გადაუღობო რომ ეგ რო კაო აი სხვა შორის ერთ-ერთი გეი აკომენტარეს მოიც ეს გეია და ნეგატიური გავლენა კი არ არის უფრო მეტად უფრო ის არის რომ აი რაღაცა ესე თulit რომ საქართველოში უფრო მეტ ადამიანს არ მოწონს რომ ეგეთი გამოხატვის ფორმა კონდეთ ვიდრე ის რომ ვიღაცებს რა ფეხებზე კიდიათ რა გინდა გამოუხატიათ ერთი დღე ეხა იქით აქეთ არაფერს არ მიწყვეთ ანუ უფრო მეტი ხალხია ისეთი ვისაც ეგ აი ეგრე მძაფრად არ მოწონს თორე აი ძალიან მარტივ რამეს კითხავ რა ტიპებმა ისე სოფელში უფრო ჩანს ქალაქი დიდია და ცივია ხო იცი რა სოფელში უფრო ჩანს რა რო ტიპი რო არის რო იციან რომ სხვანაირად ვეტყვი ახვარი რო არის რა დამოკიდებულება აქვს სოფელს ხო მიგდებული ხო ერიდებიან და ხო ერიდებიან იზოლირებული ხო შენც მომერიდე რა აკეთკენ რა ცუდი მაგალითი მოიყვანეთ მაგით რატომ რომ მოიყვანეთ ცუდი მაგალითი უარყოფითი ტიპის მაგალითი მოიყვანეთ უარყოფითი ტიპია ჩემთვის ის LGBT-ს წარმომადგენელი აი ეხა კომენტარებს ერთი ნიკა არის ღიად ეს არის გეი და რატო ეზიზღებით გეებიო ღიად LGBT-ს წარმომადგენელი ჩემთვის უფრო მისაღები ტიპია
და არიან კიდევაც ბევრი კუჭურები არიან, რომელთანაც ზოგი ტელევიზიის დირექტორად დანიშნეს მერე და ხო? კი, ბევრი არიან, რომელთანაც ქონია ურთიერთობა, გამარჯობა, გაგიმარჯვოთ, არავითარი ზიზღი არ გამომიხატია. სალომეს გულისთვის, მაგალითად, ჩემი გოგოს გულისთვის, ზოგი რაღაცას კაბას უკერავდა, ზოგი ისა მქონია, გამარჯობა, გაგიმარჯვდა. არავითარი აგრესია არ მქონია. იმიტომ რომ თვითონ არ არიან ეგეთი ტიპები, გაიგე? ისინი თავისი დაჭუჭში არიან, თავისას ქმნიან და თავისას აკეთებენ. მე პროპაგანდას რას ვეძახი? ორი ტიპი რო დადგება და 51 სკოლასთან ზასაობას რო დაიწყებს. ეგ როგორია სატანია? არასწორია. მაგას არეგულირებს მაგაში საქართველოს გეცათ კანონმდებლობა, რომ მაგას სექსუალური ხალხმა და ხასიათის გახდა და რაღაცების გამოჩენა ეს კანონმდებლობითაც იკრძალება. მაგას გეუნები, შემოგევლო. ეგ არა, ეგ მაგაში კანონმდებლობა. გეცათ რაც აკრძალულია, ეს არც კაცმა და ქალმა არ უნდა გააკეთოს. აბა მე მეტი კი არა მაქვს რამეზე არც პრეტენზია. ქალმა და კაცმა არ უნდა ხდეს ქუჩაში ისეთ რაღაცა ბავშვს რო არ შეეხედება იმაზე, ხო? ისე გამოდის რომ აი დატაკებულია კორკოტა ვერ იტანს ვერ იტან კი რა სურვილი არა მაქვს რა და კარგად იყავით ნუ მიპირისპირ რატომ აღიზიანებ იყავი შენთვის ჩამოგივარდი როდეს მე ამ ბარში აი სუფრაზე რო იჯდეთ და შეხვედით და სუფრაზე ზის რა ეგეთი ღიად მაგას ფუნქციას მიუჯდებით მაგ სუფრას აი რომ სავარაუდოდ არ იცოდით თორე სადღაც ვიღაცა იქნება ფარული ხო და ფარული სხვა კონტროლი უნდა გავატარო ხოლმე არ ვიცი მე კონტროლის მექანიზმი რა შეიძლება იყოს მაგრამ ისაო როდი მანქანა რო არის იმას ხო არა დეტექტორი ხო ის პოლიგრაფი ხო თუ რა ქვია როდის მიხვდა რომ ლევან მასაძე ცუდი კაცია არ ვიცი ეს არ უთქვავს არასდროს გონი თუ არა ლევან მასაძე ცუდი კაციაო არ მეტყვი. უარის წერს ეს მაგრამ აღარ წავიკითხე. არ დუგინთან დაკავშირებით რახან იყო ლაპარაკი შეიძლება მაშინ მიხვდე თორე. ლევანის ცუდი კაცობა მე არ მithქვია რა. თავის შეხედულებები აქვს რომელიც ცოტა ჩემგან განსხვავებული არის რა. აი არ ვიკითხავ ამას. დაიკითხებ. გადაობს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში თუ არ ავყოფი და ვინმე კაცს ხო არ უსწია მისი დაკერვა. აწავაკითხეთ და. არა, კი ბატონო, რა და ეგ ბიჭი არის, ჩემ ტელეფონ ჩაგიგდებ თქო. ისე ვილაპარაკო. ეგ ძალიან ძაცნობია ეს ჩემი, ვიცი. ძალიან ინტიმური შეკითხვაა და თუ რამე დამირეკოს რა მიხტახი რა. სხვათა შორის პროცენტულად მაგაზეც შევთანხმდეთ. პროცენტულად საშუალოდ ევროკავშირშიც, რუსეთშიც, არაბეთშიც და ამერიკაშიც ერთნაირი რაოდენობის არიან გეები. იმიტომ ეგ ბიოლოგიური რაღაც ამდენი პროცენტი ადამიანის იბადება ეგეთი. ეხლა რაღაც მეტად ყვირის, ვიღაცა მეტად გამოდის, რაღაც ნაკლებად, მაგრამ ხო ეგრეა. რამე ხო სისულელს ხო არ ვამბობ. არ ვიცი, ეს ბიოლოგიურია. ანუ აღზრდა კი არა რომ უარყოფ, არა, არ ვიცი. ხო, ოკეი. ეგრეა. აი რეჟიმის ტყვეებზე წერენ კიდე და აი მართლა მაგას რა უყოთ. აი ხა გუშინ იყო სტუდენტი გოგო უნივერსიტეტიდან გამოიყვანეს ესე ზურგს უკან დაადეს ბორკილები და წაიყვანეს იზოლატორში ტროტუარზე დგომის გამო. ეგ იცით ხო ტროტუარზე დგომის უნივერსიტეტის სტუდენტი ბავშვი გამოიყვანეს. აი ვიცი ვიღაცა მაგას რა ზოგიერთი ჩემ მეგობარს იყო დამორებული. ხო აი მაგას რა უყოთ. აი ეგ როგორ ეგ რაღაც სხვანაირად ტეხავს კიდე ეგ ამბავი რა. აი სხვანაირად აი თანახი აი ისე ნაცებს რო ვადარებთ ხოლმე აი ესეთი რა დონეზე არის ამჭო ეს შემსრულებლებიც აი დავიჯერო იმას ავალებენ რომ ზურგს უკან შეუკარიო ხელები გეგონება ვიღაცა კაცი ჭამია სიჭერდნენ რა ანუ დისკომფორტია რა რაც არ უნდა იყოს 20 წლის გოგო მიყავს გოგო გამოყავთ იმიდან უნივერსიტეტის შენობიდან და ხელს უკან უკრავენ და ხო ამაზენი მაგრამ მაინც იქ უბრუნდები ხოლმე რომ აი ნაცებთან შედარებით რაღაცას დაიწყე ხო ნაცებთან შედარებით მე ხარ რაღაცეები ციხის რომ მოგიყვე ნახევარი ჩემი საძმაკაცო ციხის იჯდა აი არ ვიცი რა მაგაზე აღარ იყო ეგეთი რაღაცები რუსთაველზე მოგვიწყეს ეგრე შაშა ნახე რა შეტარებას ვაკეთებდი მაგაზე არ მაქვს საუბარი უბრალოდ აი ესე ისინი თუ მაგას აკეთებდნენ ციხეში პირობითად რა მეც მაგაზე გეუბნები აქციებზე ვიდექით მთელი 4 კურსი მაგრამ ისინი ხო ჩუმად აკეთებდნენ და ცდილობდნენ რომ დაემა ეს ხო საჯაროდ შე რომ ამას უკეთებს სხვა ეს ხო საზოგადოებას პირდაპირ ეუბნები რომ აი ამას გიკეთებ კამერების მე პირდაპირ ვაცხადებ თქვენი აი დღევანდელი გადაცემიდან ამაზრზენის აქციელი რაც მიუღებელია შენთვის და შენთვის ზუსტად იგივეა ჩემთვის რა მნიშვნელობა მე არავისტი არა ვარ და არავისტიც არ ვიქნები რა მე ფეტიშისტი ვერ ვიქნები ღმერთის სიყვარულში ღმერთი მიყვარს მეშინია და რიდი მაქვს ისე გავაკეთო რომ
ღვთის სიყვარული მაქვს. ფეტიშისტი მე ვერაფრის ვერ ვიქნები რა. კი ბატონო. დიდი მადლობა, გიო. ხო, დიდი მადლობა სტუმრობის ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა. წარმატებებს გისურვებთ და ხო, ჩემი პატივისცემა იმის გამო, რომ ყველა ხელისუფლების დროს ღიად იღებდით ხმას იმ პრობლემებზე, რაც პრობლემად მიგაჩნდათ და მავანთან და ბევრისგან განსხვავებით არ მომხდარა ისე რომ ვიღაცის დროს მე ხელი რომ მოითბეს და ეხა მოდი იმაზე აღარ ამოვიღებ ხმას, რაზეც ნაცების დროს ვიღებდი. ეგეთი ხალხები ჩემი აზრითაც ჩათლახები არიან და დიდი მადლობა. ეხა თლად ბოლომდე ყური თუ ხელის მოთმობა გინდათ ხელისუფალს მომათმობინეთ ხელი არა მომათმობინეთ. ამით დავიწყოთ პრომო. მომათმობინეთ ხელი. დიდი მადლობა. მადლობა.